მუსიკოსები სწორედ იმ სფეროებში შედიან, რომელიც აამაღლებს ადამიანს მიწიერ სიბრტყიდან. და იქით მიგვანიშნებენ პოეტებიც, მხატვრებიც და ყოველთვის დამიზნებულობა ხელოვნების არის გაარღვიოს ემპირია და გვაზეაროს ტრანსცენდენტალურ სამყაროს, რომელიც არის და ბევრს კი გონი ეს ფანტაზია არის. აბა რატომ მიელტვის აგრერიგად ხელოვნება სწორედ იმ სამყაროსაკენ, რომელიც არ მოიაზრება და არ გვაკმაყოფილებს ამ ხილულში. რომ აკმაყოფილებდეს ხელოვანს ეს სამყარო, ხელოვანი აღარ იქნება ის მაშინ. რა არასვენებს ხელოვანს, მუსიკოსი გინდა, მხატვარი გინდა, ნებისმიერი, თუნდაც არქიტექტურა ავიღოთ. არქიტექტურიც არისვენებს თავის მიღწევებზე. ყოველი მისი პროექტი შესრულებული ყოველთვის დაუსრულებელ სახეს ტოვებს თავის თავში და მეტი უნდა და მეტი არის ესე იგი სრულყოფილი ნაგებობა და შენობა ტრანსცენდენტში. აბა როგორ მოიაზრება ის მოდელი, რომელიც მას თავში აქვს და ჩამოაქვს, რომელიც სამყაროდან ჩამოაქვს ეს მას. ან რა არის რომ არისვენებს მწერალი და წერს და არ არის მწერალი რომ კმაყოფილი იყოს რომელიმე ნაწარმოებით. ყოველთვის აქვს ტოლო რაღაცა მასში არ აკმაყოფილებს. ჩვეულებრივად ორატორსაც კი არასოდეს არ აკმაყოფილებს ის რაც თქვა. და არ უნდა შეხედოს კინო წარმოებელი რეჟისორიც. ძალიან ბევრი რეჟისორი თავის ფილმს არ უყურებს. იმიტომ რომ პროცესში, დადგმის პროცესში მან განახორციელა ეს ყველაფერი და დაუკმაყოფილების გრძნობა გამოიტანა, უბრალოდ ამას არ იძახის. დაუკმაყოფილების გრძნობა რომ აქვს, დადასტურება შემდეგი სპექტაკლების დადგმისა. აბა რას დგამ? თუ დაამთავრე, დაისვენე, მორჩა. აი ეს ყველაფერი ასე ვცლად, იმიტომ ველაპარაკეთ ბატონოთა, რომ მიგვანიშნებს ხილულის სამყაროს გარდა კიდე არის სამყარო, რომელიც გამოყვა ჩვენ ცოდვადაცემის მერე. და ამდენ წვალებას, ამდენ ჯახირს არ ჯობია უზენაეს მოусმინოთ, რომელიც განსხეულდა და ჩამოვიდა. რატომ არ იღებს ადამიანი ამას? იმიტომ რომ სატანა ჩასაფრებული არის. მერე საიდან აქვს ხელოვანს? მე ვლაპარაკობ არა პროფან ხელოვანზე, ვლაპარაკობ ხელოვნებაზე, ხელოვანზე, ხომ? მიმდევრებზე, მოყვარულებზე არ ვლაპარაკობთ ჩვენ. რომ სწორად იქნას გაგებული, რაზედაც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ. ხელოვანი სწორედ ის ხელოვანია, რომ აი მოусვენრად გრძნობს თავს. რა აშფოთებს და რას ვერ მიაგნო, ეს არის სწორედ აი ის მარადიული სიმშვენიერე, რომელსაც წდება კაცი და დაისვენებს. ხელოვნების გონება ისეა მოწყობილი ხელოვანი კაცის, რომ სრულქმნილებას დაეცევს. ესთეტიკოსია და იმიტომ ფილოსოფოსის. რატომ არის ფილოსოფოსი მოусვენარი? იმიტომ რომ ისეც ეძებს სრულქმნილ სიბრძნეს, სადაც ყველაფერი სიმშვიდე იქნება. ფიზიკოსიც ესეა, რატომ არის რომ არისვენებს ფიზიკოსი ფიზიკური კანონების აღმოჩენამ არ დაასვენა არავინ. პირიქით, რაც უფრო აღმოჩნდა, უფრო და უფრო წინ მიდის. ესე იგი არსებობს კიდე ამ სამყაროს გარდა, რომელსაც ქვია ხილული სამყარო თავის კანონებით უხილავი და მას თავისი კანონები აქვს და იქ ვერ შევაღწიეთ. და რაღაც გამოძახილები ექოს სახით არის ხელოვნების თავში, ხელოვანი კაცის თავში და მეცნიერიც, კაი მეცნიერიც მოგეხსენებათ არისვენებს. ყველა ვინც ეს სიცოცხლის ბოლოს სიბერეს მიაღწევენ, სიბერის მდგომარეობაში ისინი უკმაყოფილონი არიან თავის შემოქმედებით რო გადმოხედავენ. არც ერთი ძლიერი ხელოვანი გენიოსი არასოდეს არ დამტკბარა თავის შემოქმედებით. პირიქით, გაანადგურეთ და არ დამანახოთ. ასე იყო მიქელანჯელო. სხვათა შორის ფილოსოფოსი ჰაიდეგერიც. ჰაიდეგერს ყოფენ ორად, მან 87 წელი იცოცხლა, ახლა მას მემამდე მივიდა, ესე იგი ახალგაზრდა ჰაიდეგერი, მოხუცი ჰაიდეგერი. სტუდენტები ესე ყოფდნენ ხოლმე ერთ-ერთ ლექციაზე, არის ესეთი ჩანაწერებიც. რატომ ჰაიდეგერმა ბოლოში სრულიად აი გადახაზა თავში რაც თქვა. კერძოდ ჰაიდეგერი გახსოვთ ალბათ ყოფიერებას ამტკიცებდა იმ გრძნობით, რომელსაც შიში ერქვა. განა ესეთი შიში ჩვეულებრივი, არის ფილოსოფიური შიში, აი მამა, აი შიშით
შიში თუ განვიცდეთ ჩვენ ყოფიერებასო. მოგესალმებით, სარტრი ძახდა ნებელობის აქტებით. ვამტკიცებთ ჩვენ ყოფიერებას, ეგზისტენცს. იასპერსი ძახდა ესეთი გამოცდილებით. ხო, გადამწყვეტი გამოცდილებით. ეს ქართულად კარგად არის თარგმანება. ახლა კი ჩვენ არ გვაქვს იმის დრო მე აგინე ვიკულიოთ. ერთი, მეორე, მესამეც ეს ირაციონალისტები გვევლენებიან რწმენის საკითხში. ესენიც გვთავაზობენ რწმენით გადახტომას. არ არის სწორი. მაგრამ მე საუნიშნე რომ ბოლოში ყველა განხილული არიან. რატომ? ეს ხალხი არ შეჩერდებიან, იციან რომ რაღაცა სადღაც რომელიღაცა ქვეყანა არის. მეცნიერები რას დაეძებენ კოსმოსებში, რაკეტებში, ესენიც დაკავებული არიან აღმოაჩინონ ხილულის გარდა უხილავი. თუ არ არსებობს, რატომ არის აგრეგატად ჩადებული და კვლევაძიება? რატო არ ჩერდებით? რატო არ ცხოველი გაჩერებული არის? არაფერს არ ეძებს ძაღლი, საჭმლის გარდა. ხოლოდ ადამიანია რომ არ ჩერდება. ეძებს. პლატონმა სწორედ ეს დააფიქსირა, იცოდა რომ ეს ყველაფერი რაც არის სადღაც არის იდეების სამეფო და იდეები მარადიული სადაც აი იქიდან მოდიან და ეს რაც ხილულშია ის ამ იდეების მიბაძვა არის. გაიხლართა ეს მოაზროვნეც თავის იდეებში. ჯგრო აღმოაჩინა იდეებისა და უამრავი წინააღმდეგობა დახვდა გზაზე და ბუნებრივიც არის. პლატონი ჩაითვლება მაძებარად და 1 + პლატონს ის აქვს, ესეც აღიარებს ტრანსცენდენტალურ სამყაროს. ესე იგი ხილულის გარდა არის. ამდენ ჯახის და წვალებას ვიმეორებ ბიბლიაში პირდაპირ წერია ამაზე პასუხები. რატომ არის რომ კაცი უვლის გვერდს ამას და თვითონ ეძებს ღმერთის გარეშე ღმერთს. ღმერთის გარეშე ღმერთს როგორ მოვძებნით? განწერული ადამიანი ამავებაში ისტორიამ დაადასტურა. ამაუძებნაში უკაცრავად. ცოტა ისეთი დაულაგებელი აზრისათვის. თქვენც რა თქმა უნდა, თქვენც ამას არ ეძებთ. თქვენი ძებნაც ეგ არ არის. აი, სუმთლად დარწმუნებული არ ახართ რომ ხილული სამყაროს გარდა სხვა სამყარო არ არის. არც ათეისტი იტყვის იმას რომ ღმერთი არ არის. იტყვება ის. უბრალოდ ხელი აიღო ამის ძებნაზე, თავი არ ამაგაბი, მოდი ამ ცხოვრებას მივხედოთ რა. და ამ ცხოვრების მოწყობისათვის სწორედ არის საჭირო ის აღმოაჩინოთ, ვერწმუნოთ რომ ღმერთი არის. და არის არა აბსტრაქტული ღმერთი, არის არა ისეთი ღმერთი, ცრუ ღმერთი, რომელიც საზოგადოების ეთიკური ნორმებისათვის გვჭირდება, არამედ არის აბსოლუტი და არის პიროვნული, რომელიც კანონებს გვაძლევს ხილულ სამყაროში და გვთავაზობს სულიერ უხილავ სამყაროში კანონებსაც, რომელიც აქ გამოგვატანა ჩვენ და საბედნიეროდ. ეს რომ მას არ გამოეტანებინა, ეს ჯოჯოხეთი იქნებოდა. ეხლა ჯოჯოხეთისგან განსხვავებული იმით არის ეს ხილული სამყარო, ეს ჯოჯოხეთი არ არის, ცოდვად დაცემული არის. ჯოჯოხეთი იქნება. ფაზები გასავლელი გვაქვს. წინ გველოდება ან ჯოჯოხეთი, ან სამოთხე. აი ამ გზაზე ვართ ეხლა ჩვენ. აქ არის ხელოვნების როლი, ჩემო ბატონო ხარ, მეცნიერების და დიდ პასუხისმგებლობას იღებენ ესა თუ ის მეცნიერები და ხელოვანები, რომ ადამიანებს მეგზურებად ეცხადებიან და ბევრი მათ უჯერებს და ვინც ის რამდენმა ხელოვანმა ჯოჯოხეთში წაიყვანა ეს ხალხი, ვინც ის რამდენმა მეცნიერმა ჯოჯოხეთში გარეკა. ამათ როლს და დამსახურებას აუცილებლად გავიგებთ მე. ვინ უდგა იმ გზას, რომელსაც ვიწრო გზა ქვია და ვინ იყო წინამძღოლი, დემაგოგი, ხო? ამ სიტყვის ქრისტიანული გაგებით და არა პოლიტიკური გაგებით. ვინ იყო ჩვენი წინამძღოლი? წინამძღოლი მოგეხსენებათ ამ ვიწრო გზაზე არის იესო ქრისტე და მერე მისი რჩეული ხილულ სამყაროში ადამიანები. ამ გზას მივყვებით ჩვენ და სასიხარულოა თუ თქვენ რაღაცა ჭოჭმან ეჭვებისა და რაღაც იმეების გზით, მაგრამ მაინც თქვენ რაღაცნაირად მიიღეთ ის რომ მოდი ამას ნელა მაინც დავადგები ამ გზას. ამ ეტაპზე თქვენ ხანდახან გახედავთ გვერდზე ფართო გზაზე მოსიარულეებს და დიდი ხიბლია ხანდახან იქითაც ფეხი გადაწიოთ. ამ გახლეჩილ მდგომარეობაში დიდხან არ შეიძლება იყოთ, თორე
დააზარალებ თქვენ ცნობიერებას. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამთლიანდეს თქვენი რწმენა, რომ ეს გზა, ზუსტად ის გზა, სადაც მარადისობაში ჩემპიონებას უკვე უწერია განსასვენებელი და სიმშვიდე და როგორც აი ბედნიერება და ნეტარება. იმიტომ თქვი თავში ისევ და ისევ სათამაშო. ახლა შესავალი რო გავაკეთე. ყოველი საუბარი თუ თქვენი წესი არ იქნება როგორც სევერიან წივწივაძის, თქვენ არ ჩაითვლებით ამერთის მოყარი ადამიანად. თუ ალაგ-ალაგ აქ-აიქ რაციონალურად, მოდურად ილაპარაკებთ თეოლოგიაზე, უფრო მოგეკითხებათ. ჯობიათ საერთოდ ამ თემაზე დადუმდეთ, ვიდრე თავი მოიწონოთ. ხო? მოდერნისტი რას ნიშნავს? ალბი და ნამდვილი. მოდერნისტები აი ვთქვათ, აი დღესაც საქართველოში ითხარით, მესამე გამოცემა, პაკურ სულაკაურის გამოცემით გამოდის ისევ ჰერმან ჰესეს ტრამალის მგელი. და სასწაულია პირდაპირ ამ ეს ტრამალის მგელი ჯერ არ არის ესეთი ნაწარმოები. ეს ხომ ერთი ადამიანის ცოდვილი ბუნების დაფიქსირების მცდელობა არის. გულწრფელად, იმდენად გულწრფელი მეტი რო არ შეიძლება ეს ტანჯვები მისია და ამ ტანჯვების დაფიქსირების შემდეგი გაგრძელებული გზა არის და ეს კაცი შვებას პოულობს ბუდიზმში და ასე გარდაიცვალა. აღმოჩნდება კი ის სამოთხეში. ყოველ შემთხვევაში ნაწარმოებით ვერ. ამ ნაწარმოებს თუ მე ავიღებ და ამას გავიტან, ამით ვერ მოხდები და ბატონო წერალს რა მოვიდა მეს მე არ ვიცი. აი ტრამალის მგელი ისევ გამოდის და არიქა რეკლამა იმაში თავისუფლება რადიოზე. ხარბედიას შესავლით რომ აი ტრამალის მგელია ჩემში და ეს ნაწარმოები ესია და არალაშვილმა დაწერა და უსმენ ამას და გაგეცინება. მაგრამ საცხოვრო ჩემო საყვარელო საქართველოში თუ ხარ ეკლესია არის ტოტალური. რა ხადროს ტრამალის მგელია ჰერმან ჰესეს ეჭვი ქონდა. ეჭვი ქონდა იმ რელიგიისა რომელშიც ცხოვრობდა და ეძებდა სხვა რელიგიას. და რო ჩაუღრმავდა უშლიდა ხელი სხვა რელიგიაში შესვა სწორედ ის მგელი რომელიც ეჯდა და ეს მგელი ქრისტიანულ ენაზე ცოდვილია, ცოდვა არის. აი ეს ცოდვა კიდე ქრისტემ გამოისყიდა იმის მაგერად რომ ქრისტეს ზიარებოდა თავის ნაწარმოებებში მაინც ჰერმან ჰესე აღმოსავლურ მისტიკურ რელიგიას ესტუმრა და გაიზიარა ბუდიზმი. ფაქტიურად ჰერმან ჰესე ბუდიზმის მქადაგებელია. აი ეს საქართველოში რა თმინდა? ისმის კითხვა. რა თმინდა? წავიკითხეთ. რა მოგცა? და იმდენად ყალბია, არც ერთი ქართველი ხო ბუდისტი არ გამოვა. არც ერთი ქართველი ხო მაგ ნაწარმოებით ქრისტეს არ ეზიარება. ამიტომ ისმის კითხვა. რას ემსახურება ეს? ყბედობას, რომ დავჯდებით სუფრაზე, ვინ მეტი წაიკითხა და ვინ ნაკლები. ვინ ჩაითვლება არა გოიმად. თუ ჰერმან ჰესე წაკითხული ხარ, გოიმი არ ხარ. თუ წაკითხული არა გაქვს, გოიმი ხარ. აი მას უწოდებ მე, თუ რო გითხარით, აი ხელოვნურობა იცით? ყველაფერი ხო უნდა იყოს სულის გაჯანსაღებისათვის. სულის დაავადებები დაფიქსირებული ამ ნაწარმოებებში. თან პიროვნული, ნამდვილი, თავიანთი, მაგრამ ამას რო რიგითი ქართველი წაიკითხავს, თუნდაც ხარბედია, თუნდაც ყარლა, აი თქვენში მართლა არის ეგა? თუ ეს არის, მაშინ ჰერმან ჰესესავით ბუდიზმში რატო არ მიდიხართ? რატო ჩერდებით ესე მგელში? გულწრფელი მაინც იყავით ჰერმან ჰესესავით. ეს აწუხებდა იმას, ჰარი ჰალერს განვითარდა, წავიგივე ჰერმან ჰესეს. აი ეს მთელი სიმბოლოები, მთელი ეს ყველა სიმბოლოები თავისი მოცარტით, მეორე გოეთეთი, ორივეს ხომ ვოლფი ქვია, მგელი, ეს სიმბოლოები შემოყარა ეგა, ხომ ანუ? აი რას მაძლევს ეს მე ქართველს? და თუ მაძლევს, რატომ ვარ სტატიკურ მდგომარეობაში და რატო არ ვითარდებდი ჩემი ტრამალის მგელი, რატომ არ ხდება შემეცნებული და რატომ არა ვარ მისტიკური და ბუდისტი? ამიგეთ, ჰერმან ჰესე ქადაგებს კიდევ ვიმეორებ ბუდიზმს, აღმოსავლური რელიგიით მოიხიბლა, ქრისტიანობას განუდგა, განიხიბლა. ჰერმან ჰესეს პრობლემა არის ფსევდოქრისტიანობის კრიტიკა და იმდენად გახიბლა, რომ ქრისტიანობა ეს ცრუ
რელიგიაა. ბუდიზმში არის ხსნა. ასე დაასრულა მან ნაწარმოებები. ზითხართა და ასე შემდეგ. მე მგონი ძალიან მარტივად და ადვილად გააგებინე. თუ ესე არ არის, მე მოусმენ ვინც სხვანაირად მეტყვის. მადლობას გადავხდი. ვერავინ ვერ იტყვის, თუ ოდნავ კითხულობს ლოგიკურად, ადამიანი ამას მიყვება, რომ ჰერმან ჰესესთან ბუდიზმი ნაქადაგები არ არის. აი, ვიმეორებ, ეს რათ უნდა ქართველს. ქართველი ყველაფერი შეიძლება, ყველანაირად შეიძლება მივიღო და ჩავთვალოთ, მაგრამ არანაირად ბუდისტად. ქართველი არასოდეს ბუდისტი არ იქნება. არანაირი თეორიებიც არ უნდა უქადაგოთ. ვერც ინდუისტი გახდება ქართველი. ქართველი ან ქრისტიანი უნდა იყოს, ან ფსევდოქრისტიანი. ყველა შესაძლებლობა ქართველს ამისი. თუ არ არის ქრისტიანი, იქნება ფსევდოქრისტიანი. მთელი ისტორია ეგ არის. საქართველოს ამ ხრივ გამორჩეულია. არც მუსულმანი გამხდარა ქართველი და ვერც გახდება. ეგეც უცნაურია. ხომ? მუსულმანი რომ ყოფილიყო ქართველი, ყველა პირობა იყო. მთლიანად მთელი საუკუნეები ეს არის მუსულმანების მცდელობა ქართველები გაამუსულმანონ. აი ისეთი სიჯიუტეს წააწყდნენ მუსულმანები აქ, რომ მართლაც ის რო იხოცებოდა ხალხი, ფსევდო იყო თუ რა, შენ ჯინაზე მაინც ქრისტიანები. არ გავხდები მუსულმანი, ეწირებოდნენ. თუ ფსევდო ქრისტიანობას ეწირებოდნენ, მაინც ქრისტიანებად შემიძლია ეგენი ჩავთვალო. ხო ვერ გამუსულმანდნენ? მაშინ როდესაც მუსულმანებმა ბევრი გაამუსულმანეს. ძალიან ბევრი. ბულგარეთშიც არის ეგ ელემენტები. შეიტანეს, სადაც კი დადგეს ფეხი, ძალიან სწრაფად მიდის მუსულმანობა. ძალიან ბევრი მუსულმანი გახდა ამერიკაშიც. მაგრამ ქართველი მუსულმანი არ გამხდარა ოფიციალურად, მე არ მსმენია ჯერ. თუ ხალი გათხოვდა მუსულმანზე, ეს არ ჩაითვლება. ლაპარაკი არის ქართველი კაცის გამოვიდა და თქვა, მე მუსულმანი ვარ და დაიწყო. ეგეთი რამე მე არ მსმენია. არ არის დაფიქსირებული, შეიძლება არ, მაგრამ ჩვენამდე არ მოაღწია. ეხლაც არანაირად არ იხილება ქართველი მუსულმანობით. ამიტომ აღნიშნე ზემოთ, რომ ქართველი ან ფსევდოქრისტიანია, ან ქრისტიანი. სამწუხაროდ დღიდან ქრისტეს შემოსვლისა ქართველი არის ფსევდოქრისტიანი, ნომინალური ქრისტიანი. როდის მოვესწრებით იმ დღეს, რომ ქართველი გახდება ქრისტიანი. არა და არ ვიცი ეს რატომ ხდება. ეს მარტო შეიძლება ღმერთმა იცოდეს და პასუხი მას აქვს, მე არ მაქვს. რატომ არის რომ ჩვენ ამდენი ხანი ვართ ქრისტიანული სახელმწიფოში ვითვლებით და იმდენად განსხვავებული ვართ ევროპულ ქრისტიანობისაგან, რომ არ გვინდა მაგათი ქრისტიანობის მიღება. არანაირად არ გვინდა. ამ დროს ქრისტიანები არიან ისენიც. ვერ უარყოფს ჩვენ ქართველი ქრისტიანები, რომ ევროპა არ არის ქრისტიანული. ევროპაც ქრისტიანულ განათლებიდან ქრისტიანულია ყველაფერი, მეცნიერება. ყველა მეცნიერი ქრისტედან არის აღებული, წიგნები იბეჭდება, სულ ყველაფერი. რა ჯანდაბა ასეთი რაჭირის ქართველს, რომ გამორჩეულობის თვალსაზრისით იგი აქაც ჯიუტი არის და ფსევდოქრისტიანობაში დარჩენა ურჩევნია, ვიდრე განავითაროს ეს და წვდეს ნამდვილ ცოცხალ ქრისტიანულ რწმენასთან მივიდეს და ამით პრობლემა საერთოდ გადაიჭრას. ამიტომ არის ჩვენ დაჟინებული ისევ და ისევ სათამაშო. შეიძლება ვიღაცისთვის გულ შემაწუხებელი იყოს, როგორც ამის გახსენება გულ შემაწუხებელი იყო იპოლიტესაც, რომ ადგებოდა ისევ და ისევ ადგებოდა ფეხს დაარტყავდა და სიმღერას დაიწყებდა, გახსოვთ ეს ჯინები იცინიან ხო ფილმი. სვალებელში გამჯდარი თუ არ გვექნება ეს მსოფლმხედველობა როგორც სევერიან წივწივაძეს და ისე დონეზე უნდა გქონდეს, რომ იპოლიტე გვერდზე რომ დაგვიდგება ფსევდო იპოლიტე, ფსევდო ქრისტიანი და დაგვარტყავს ჩვენ ფეხს, ჩვენ მაინც უნდა გავაგრძელოთ. ჩვენ მაინც უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რაც სასიცოცხლო არის. სევერიანი წივწივაძე დარტყმის შედეგად აზზე მოდის და ისევ დაბლა ჩამოდის და ისევ თამაშობს პროფესორის როლს. რაღაცა კარგი სიმბოლოა მან ჩვენთვის ასაღები. ჩვენი ქართველებიც რაღაც ამდაგვარები არიან. მხოლოდ შევაბრუნებ ამ იმას. უფრო მეტად ესენი მართლაც ფსევდოქრისტიანობაში არიან და თუ ვინმე თამაშობს ნამდვილ ქრისტიანობას, თამაში სადაც არის ნამდვილი ქრისტიანობა არ არის, აი მასე დაარტყავენ ფეხს და ისევ ჩამოიყვანენ და ათამაშებენ
თავის ნამდვილ არში ფსევდოქრისტიანობას, რომელსაც მართლმადიდებლობა ქვია. ეს მართლმადიდებლობა ეს იცით რომ ფსევდო არის. ფსევდო სიტყვა ყველა მიცის მე მგონი ხომ. და რატომღაც ამის რეფორმაცია აქ ისე გულზე ხვდება ყველას თითქოს ქართველები გადაშენდებიან. იმიტომ მუდმივ საუბრებში ვიხსენებ რომ ქართველების გადაგვარება და გადაშენება ვერ მოახერხა ისეთმა დიდმა ვეშაპებმა იმ ჟამინდელი დაიხლაც კი როგორიც იყო სპარსეთი და ოსმალეთი. ახლა რატო გადავშენდებით მე ვერაფრით ვერ გავიგებ ვის უნდა ეს შიში რო შემოაქვს და ამ შიშის გამო ჩვენ ისე ფსევდოქრისტიანობაში ვართ ვაიმე ეს რო გავიხადო ეს რო იმას აქნა ქრისტესთან მიდახ დავკარგავ ამ ქართველობას და არ მინდა არ ამგონია მეგობრებო რომ ეს ასე იყოს ჩვენ გვაშინებენ დღეს ყველა კაი პირობაა იმისი რომ ჩვენ ბოლოს და ბოლოს ნამდვილ ქრისტიანებად ვიქცეთ და შევისწავლოთ ქრისტიანობის ის საფუძვლები რომელიც მხოლოდ ბიბლიაშია და სხვაგან არსად და კვლევაძიებას დროა ხელი შეუწყოთ სხვადასხვა ადამიანებმა სხვადასხვა მეცნიერებმა და არავის არაფერი არ დააკლდება თუ არა შეეძინება არავის არაფერი არ დააკლდება აბა რა უნდა დაგაკლდეთ ქართველებს ასეთი უმუშევრობის პერიოდში დრო გაქვთ ბიბლია ვიკითხოთ და ერთმანეთს გაუზიაროთ გავაგებინოთ და დავეხმაროთ ინგლისური ენაც ბერძნული ენაც ბერძნულენის მცოდნეობო საქართველოში უფრო მეტად გამოგადგებათ ამის კვლევაძიება ვიდრე ბერძნული კომედიოგრაფების ესქილესა და სოფოკლეს ნაწარმოებში ქექვა მე მგონი უფრო სასიცოცხლო ეს არის ბერძნულა ვინც იცით სწორედ ბიბლიას უნდა ჩაუჯდეს თავიდან ბოლომდე ხომ ამას არავინ არ აკეთებს ჩემო კარგი გამჯდარი როცა გვაქვს ეს სოფხედელობა უკვე ბევრი საკითხები თუნდაც ყოველდღიური თუნდაც შემეცნებითი ასე თუ ისე რეგულირებული არის და მოწესრიგდება იმ თვალსაზრისით ხომ ადამიანს ეგაწუხებს აი სპორტი შინაგანი დაუკმაყოფილების გრძნობის განცდა ხო ვინ არის დღეს გამაყოფილი ხო არავის არ აკმაყოფილებს თუნდაც არსებული წყობილება არსად იდეალური წყობა არ არის არც ამერიკელები არიან ძალიან გამაყოფილი თავიანთი ვთქვათ პოლიტიკური სისტემისა უბრალოდ შეჩეულები არის ხალხი და მით უმეტეს საქართველოში მოგეხსენებათ როგორი ალერგიული დამოკიდებულება არის ამ თავრობის მიმართ ვერ მოუთმენიათ 2 3 4 წელი ხო რაღაც გავიდა რომ არიქა შეცვლა როდის შეიცვლება და რაღაც სიახლე მინდა ეს მოუსვენრობით არის ნაკარნახევი რომ თითქოს აი ყაყადები რომ ერთ და იგივეს ხედავ მინდა ცვლილება ესეც მეანიშნებს იმაზე რომ სახელმწიფო წყობილება მე ადრე ვთქვი რომ არ მაგმაყოფილებს რა არის უკეთესი აი ეს იდეა საიდან გვაქვს რომ არის შესაძლებელი არის სრულყოფილება ბიბლიის გაცნობა სწორედ იმით არის იმ თვალსაზრისით საინტერესო რომ ჩვენ იქ ვგებულობთ რომ დედამიწაზე სახელმწიფოს კარგს ვერ მოვაწყობთ ესე იგი სრულყოფილ სახელმწიფოს ვერ მოვაწყობთ მაგრამ ოპტიმალური ყველასთვის ასათანს კი და დანდროებით აი რა ვინც ეს გაიგო დაშოშმინდა დაწყნარდა მე ვფიქრობ სამოქალაქო ომის შეწყვეტა ამერიკაში და მას მერე დიდი ხანი რო არაფერი არ მომხდარა სწორედ იმან განაპირობა რომ ერში აი ეს ქრისტიანული რწმენა შევიდა და არა ფსევდო აი როგორც ვთქვათ არა როგორც იდეოლოგია არა როგორც ნაციონალობა ხო ამერიკაში ქრისტიანობა არის სწავლება როგორც ნაციონალური მსოფლმხედველობა საქართველოში მართლმადიდებლობა ეს ნაციონალიზმის გადაგება და მოიცავს ნაციონალობას ესე იგი მართლმადიდებლობა ნაციონალური რელიგია არის ქართველობა არის ქართველმეთ აი და თათვით ყოფადი ქართული ყველაფერი რაც ქართულში ერთად შევაგროვეთ ჩვენ ლიტერატურა მწერლობა ხელოვნება ბუნებაც აი საქართველოს ფსიქოლოგია ყველაფერი ეს ეკლესიაში შევიტანეთ და დავამატეთ იქ და გავაღმერთეთ
და ჩავანაცვლეთ თეოლოგიური გაგება ქრისტესი წმინდა მიწიერ მატერიალურ გაგებას დაუქვემდებარეთ და სამსახურში ჩავიყენეთ. აქედან სპეციფიურად განსხვავებული არის ქართული მართლმადიდებლობა სხვა დანარჩენი რელიგიებისაგან. კათოლიციზმს ჰქონდა ელემენტები ნაციონალური, მაგრამ პრეტენზიას აცხადებდა ინტერნაციონალიზმზე. და ცნობილია კათოლიციზმის ბატონობა მსოფლიოში. იგი კარნახობდა ევროპაში კათოლიკური ეკლესია ამა თუ იმ სახელმწიფოში ვინ განწესდებოდა მეფედ. და აქედან იყო ომები პროტესტანტებსა და კათოლიკებს შორის. სავსეა მე-15-მე-16 საუკუნეები, აი მაგალითებით თუ გადახედავთ, შეგიძლიათ თქვენ ნახოთ ფილმები ისტორიული, აი ტუდორების ისტორია გლებავთ, აი ტუდორების ეპოქას კიდე გამოიხმაურა ერთ-ერთი რეჟისორი და გადაიღო ფილმი ლედი ჯეინი 85 წელში, შეგიძლიათ თქვენ ესეც ნახოთ და დარწმუნდეთ ამის ისტორიაში. მერე და მერე გზადაგზა ჰუმანიზმმა შემოუტიარა თავისი გავლენა, დიქტატორული გავლენა კათოლიციზმმა დაკარგა და ელოდება დროს, როდესაც იგი კვლავ აღორძინდება. ბიბლია გვეუბნება, იგი აღორძინდება. ბიბლია უნიკალურია ამ ხრივ და მას ყველა წინა პირობა აქვს აღორძინდეს. ესე იგი, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ყველგან შეიჭრა კათოლიკური მსოფლმხედველობა უფრო იმპერიალურია, რა თვალსაზრისით დაპყრობილი ყავს უფრო მეტი ქვეყნები ვიდრე მართლმადიდებლობას. მართლმადიდებლობა ეს არის რუსეთი, საქართველო და აქ-იქ ბულგარეთი და ეს, სახელმწიფო დონეზე, ხო? იუგოსლავია იყო კიდე და ისეც რა ვიცი ახლა უკვე რა მდგომარეობის სერბები. საბერძნეთი, თუმცა ამათ შორისაც დიდი განხეთქილება. მაგრამ რაც შეეხება კათოლიკებს, კათოლიკური აღქმა და სოფლგაგება დავარქვათ ასე მას ამის ქვეშ გაერთიანებულია უდიდეს სახელმწიფოები. საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი ევროპაში, ხომ? მერე უკვე მიდის გავლენა მათი გერმანიაში შედის. თელრიგ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, როგორც არის ჩეხეთი, შედის, პოლონეთი, შევა უნგრეთშიც და ასე შემდეგ. გაცდა კონტინენტს, გადავიდა სამხრეთ ამერიკაში. თლიანად სამხრეთ ამერიკა ეს არის კათოლიკური. თლიანად სამხრეთ ამერიკული. და აკვირდით, ამან მოიცვა თითქმის ნახევარი მსოფლიო. აგრძელებს სვლას და უნდა შეიჭრას ქვეყნებში. პროცენტული რაოდენობამაც იმატა ამერიკაში, კანადაში. კანადაში კათოლიკური გავლენა უკვე 40%-მდე ავიდა. გერმანიაშიც გზას უხსნიან კათოლიციზმს და ჩანაცვლება მოხდა. ლუთერიანობამ პროცენტულად მატება შეიმჩნევა. ასეთ ქვეყნებშიც, ხო, ევროპაში. აბა მართლმადიდებლობას გადავხედოთ, სად არის მათი გავლენა? არსად. მართლმადიდებლობამ ვერ გაავრცელა ვერაფერი ვერსად. რუსეთს ჰქონდა მცდელობა, მაგრამ არა მართლმადიდებლურ რუსეთს, არამედ კომუნისტურ რუსეთს. კომუნისტური რუსეთი უფრო გავლენიანი აღმოჩნდა, ვიდრე მართლმადიდებლური რუსეთი. მართლმადიდებლური რუსეთი მართლმადიდებლობას ვერ ავრცელებს ვერსად. აქვს კერები იმ ემიგრანტების თვის, ვინც დატოვა რუსეთი, რათა სუნთლად არ დაკარგოს ხალხი. ასეთივე მდგომარეობაშია საქართველო. საქართველოს მართლმადიდებლობაც ვერ გაცდა საქართველოს. ვინც გაიქცა ემიგრანტი, გააყოლეს იმას და ვინც ეს არ გააყოლე, ქვადა ჭოლოკი დაადევნეს. ერთ-ერთი რომელსაც ქვადა ჭოლოკი ესროლეს, მეც გახლავართ, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ჩაჩქანი მახურავს ქრისტეს. მაგათი ჭოლოკი და ქვა მე ვერაფერს ვერ დამაკლებს. ფაქტები თავისას მეტყველებს და ახირებული კაცი უფრო დაამტკიცებს, რომ მისი რელიგია სატანური არის. მე ხომ ფაქტები არ დამიმახინჯებია. არც ფაქტის ჩემეული ინტერპრეტაციისთვის მე მიყვია ხელი. ესეც რეალურია და ნამდვილია. ესეც საკამარისია იმისათვის, რომ რაღაცას დაუბრუნდეთ და გავიგოთ, ხალხო, სადა ვართ? ხომ?
სხვა საკითხია კიდე კათოლიციზმი რას ავრცელებს, მაგრამ ბიბლიის თანახმად ეგ აღორძინდება და ისევ იმ ძალას მოიპოვებს, რაც დაკარგა. და მისი გავლენა იცით რომ ძალიან დიდი იყო კათოლიკების. ცარიზმის რუსეთშიდაც მართლმადიდებლური რუსეთი კი არ იყრობდა სოფლიოს და არ შექონდა ეს რელიგია ვითარც ერთადერთი სწორი და ჭეშმარიტი. პირიქით ვრცელდებოდა მათი კონსტიტუციური ძალაუფლება, თქვათ, მონარქიული და არა რელიგიური. პირიქით, რელიგიური შეხედულებებმა ძირი გამოუთხარა ცარიზმის რუსეთს. მოლპარა რელიგიური, ფსევდორელიგიური შეხედულებები, ხალხი აჯანყდა და სასწრაფოდ ათეიზმისკენ გადაბარგდა მთელი რუსეთი და შესაბამისად მთელი საბჭოთა კავშირი. დიდი ტერიტორია მოიცვა ათეიზმმა და დაიწყო ათეიზმის გავრცელება მსოფლიოში. როგორც ოფიციალური კონსტიტუციური ღირებულება, ხომ? მაგრამ არაფერი არ გამოვიდა ესეც 70 წელი მეტი არა. ისევ შეიცვალა დაუბრუნდა აი რელიგიურ გაგებას, მაგრამ ახლა გადამწყვეტი რელიგიური არ არის რუსეთში, უფრო პოლიტიკური ცნებები არის, უფრო დემოკრატიული, აი ესეთი ფუნდამენტური ცნება, როგორც დემოკრატია, გლობალიზაცია, ინტეგრაცია და რა თქმა უნდა ეკონომიკა. ეკონომია მსოფლიოში ყველაფერი. თუ მიღწევები თუ გვინდა ავაყოვოთ ეკონომიკა, აუცილებლად უნდა ვეზიაროთ. და ბიბლიაში სწორედ მინიშნებულია მეგობრებო ადგილები და ამიტომ არის ჩვენი თხოვნაც რომ მეტად შეიძლება ჩაუკვირდეთ ამ ღმერთის მიერ ბოძებულ კონსტიტუციას, ძირითად კანონს ადამიანის რაობის შესახებ, სამყაროს წარმოშობის შესახებ და გავიაზრებთ რა მას ჩვენი განახლება აღორძინებაც მოხდება და პრობლემებიც მოიხსნება. ეს ახლა ჩვენ არა ვართ პიონერები და დამწყებები. ამას ჩვენზე ადრე მოიხსენებათ ეკლესიის ისტორია, ვინც იცის, მიხვდება ამის სადარაჯოზე რა გიგანტები იდგნენ. მაგრამ სატანას ეს არ მოეწონება მეგობრებო, იმიტომ რომ ჯერ სატანას მიცემული აქვს ძალაუფლება რომ ღმერთის გეგმაში მონაწილეობა მიიღოს. თუ რატო ხდება ეს ასე, რა თქმა უნდა ბიბლიას კარგი ცოდნა ამაზე პასუხს გაგვცემს. და როდესაც აქ წამოიჭერა საკითხი რომ უკვე თანდათან ვკითხულობთ ამას და მივდივართ, ეს კარგია, ეს შეთამაშება არის. ახლა ეს უბრალოდ არის ისეთ დონეზე რომ აი გაუსინჯოთ გემო. და შეიძლება ისეთი რამე წაგვაკითხოს სატანამ, ისეთნაირად მოგვაწოდოს მასალა ღმერთის მიერ ბოძებული, აი ეს წმინდა წერილი, რომ ჩვენ შევწყვიტოთ ამის დაგემოვნება და ვარი განმოცხადოთ. აი ეს გვახსოვდეთ მუდამ კითხვის პროცესში, მუდამ თვალწინ გყავდეთ რომ დამახინჯებებს ადგილი ექნება და ყველაფერს იმას რასაც თქვენ კითხულობთ სხვა ინტერპრეტაციით შემოიტანს გრძნობიერებაში სატანა, იმიტომ რომ სატანაც ისევე პიროვნება არის როგორც იესო ქრისტე. სოფლიოს ხო ახლა ესეთი გაჭრების ფაზაში შევიდა. აღარ არის ესეთი ოპტიმიზმი სოფლიოში. მოდი ვთქვათ, გულზე ხელი დავიდოთ, კარგად ჩავერთეთ აი სოფლიო ინტერნეტ ქსელში, მედია საშუალებებში და დღეს მე მგონი არაფერი დამალული არ არის. ძირითადად მაინც ვგებულობთ, ხო, რა ხდება ნებისმიერ პლანეტის ნებისმიერ კუთხეში, ჩვენ გვაწვდიან აი ეს საშუალებები, რომელსაც მედია საშუალებები ქვია. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, ხო? ეგ არის ერთგვარი ჩვენი მაცნეები ამა თუ იმ სახალისო თუ ტრაგიკული ამბებისა, რომელიც აქ გაისმება. სასიხარულოა, ხო, გვიხარია ყველას. ტრაგედია და ერთნაირ წუხილში არის ხალხი,
იაპონიაში რამე მოხდა, გაიზიარა ყველა მესა თვალყურს ადევნებენ და გაუცებული არიან, რომ ადგილი არ ქონია მოროდიორობას, მაშინ როდესაც საქართველოში ორი კვირით დაქურდეს ყველა ნაირი მაღაზიები, გახსოვთ 91 წელი 12, ხო? რუსთაველზე რაც მაღაზიები იყო, ყველაფერი გაიტანეს იქიდან, ისარგებლა ხალხმა არეულობით, ასევე შტატებში იყო სტიქიური უბედურების დროს ყველაფერი გაქონდათ სახლიდან ხალხს. აი იაპონელები გაოცებულები არიან. ერთი შემთხვევა იყო, მარტო ბანკიდან 40 მილიონი იენი გაიტანეს, რომელიც 9 მილიონ დოლარს უდრისო. სხვა შემთხვევას იქ ადგილი არ ქონია. ესეც დამაფიქრებელია ჩვენო ძმებო ქართველებო და ჩვენო აგრეგატო მოყარე მართლმადიდებლებო, თქვენი რელიგიისა ღმერთმა არაქნას მანდ არეულობა წავიდეს, თორე იცოცხლეთ გასაქურდი საქართველოში იმდენი რამეა, იმდენი სასახლეა წამოჭიმული, ალბათ უკვე ყველა ტყვეაფრქვევიც კი დადგა სახში, რომ ელოდება თუ რამე აერია დაიცვას თავისი მატერიალური განწეულება. გამოჩნდება ეს. ჩვენ მაინც იმედი ვიქონიოთ, რომ ისე არ დაეცეს ქართველიერი, რომ ყველაფერი იკადროს, რაც უკადრებელი არის. არა და საქართველოს ისტორია ამის კარგი ნათელი დადასტურება არის, რომ ადამიანები კადრულობდნენ უკადრელებებს ხომ. ალბათ მაინც გვმართებს ჩვენ მეტი ძალის ხმევა და სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა აი ურთიერთობაში, რომ რაც შეიძლება მეტად დაუახლოვოთ ერთმანეთს, ჩვენი ცნობიერება იყოს მოიხსნილი იქნას ყველა წინააღმდეგობები, რაც ჩვენ თავშია გაბატონებული და ამით გზა გავუხსნათ, შევეხიდოთ, დავეხმაროთ ერთმანეთს უზენაესის შემეცნებაში. წაიკითხავთ რამეს გამიზიარებთ, წავიკითხავთ რამეს გაგიზიარებთ, ამასთან დაკავშირებით მეტი კვლევაძიება უფრო სასარგებლო არის ქრისტიანულ ლიტერატურისა და ლიტერატურა კი არა, ეს არის წმინდა წერილისა, ჩვენთვის ვიზრდებით ამ კვლევაძიების დროს, ვიდრე ვეპაექროთ ერთმანეთს სად რა წერია, სად წინააღმდეგობთ, ამით ახლა უფრო სატანა მოიგებს. აი ეს გამოცდილებამ ჩვენ დაგვიდასტურა, რომ მოქნელი ჩვენი გონება ხდება და ის შემეცნებითი წარმოდგენა, ის შემეცნებითი ობიექტი, რომელსაც ქვია ხილული სამყარო, ექვემდებარება ადამიანური ცნობიერების საზღვრებში ჩაჯდომას. ექვემდებარება. ეგ ნამდვილია. ისეთ ობიექტს არ დაგვიდებდა ღმერთი, რომლის შემეცნებაზე ჩვენ ვერ შევძლებდით და პირიქით გაგვაუბედურებდა. უბრალოდ სატანამ ისე დაგვიმახინჯა ობიექტზე სწორი წარმოდგენა, ღმერთის გარეშე მართლაც ეგრეა, რომ თვით ეს ობიექტი იქცა ჩვენ მტრად და ასე შემოვიდა კონფლიქტში ობიექტი სუბიექტად. ობიექტის ქვეშ მე მოვიაზრებ ყველაფერი იმას, რაც სუბიექტი არ არის, რაც ადამიანი არ არის. ესე იგი თელი დედამიწა თავისი ხილული სამყაროთი, ხო? აი ესეთი კონფლიქტი არის ახლა სამყაროში, ყველანაირად უკვე მიდის აი ეს დაპირისპირება, ბუნება, სტიქია, რაღაცა ამოვარდნილები ვართ, აღარ ჰარმონირებთ ბუნებასთან. და გახსოვთ ალბათ რუსოს აით მიდიოდა, რომ ისევ დაუბრუნდეთ ბუნებას, ტყეში გასვლას. არა მეგობრებო, ქრისტეს გარეშე ესეც სწორი არ არის, იმიტომ რომ ბუნება ღმერთი არ არის. ბუნება და ეს სამყარო ჩვენი სახლი არის და ამ სახლს თავისი კანონები აქვს და თუ კარგად ვერ შევისწავლით ამ სასახლეს, რომელსაც ობიექტური სამყარო ქვია და განსაკუთრებით ჩვენი დედამიწა პლანეტა, ვერ შევალთ იქ კარგად და ვერც ვიცხოვრებთ. მეცნიერება აქ სწორედ გვადგება, ლიტერატურა გვეხმარება, ესთეტიკა, აუცილებლად ქრისტიანული რწმენა და იდეოლოგია. ვიღაცა იტყვით ამით ხო, ვიღაცა მოგვისმენს იტყვის, ამით ხო იზღუდება თქვათ სხვა რწმენა. არაფერი არ იზღუდება მეგობრებო, ვისაც სრულ რწმენაში უნდა ყოფნა იყოს. თუ მას ეს სიამოვნებას ანიჭებს და მისი ეთიკური ნორმებისათვის ეს მართლაც აუცილებელია, კი ბატონო იყოს იმ სრულ რწმენაში, ასე ათეისტებიც იყვნენ არანაკლებად ზნეობრივი ადამიანები და ათეისტური ეთიკაც არ ეწეოდა პროპაგანდას აღვირახსნილობისას, ხო? ზნეობა ჩვენი მოგონილი არ არის, ღმერთია თავად ასეთი, წმინდა ის არის და სუფთა ის არის, უბრალოდ ჩვენში მოხდა რაღაც პათოლოგია. დაირღვა და დამახინჯდა უმთავრესი ჩვენი კავშირი ღმერთთან.
ამის აღსადგენად რო გამოუშვა მამამ ძე, აქ არის პრობლემა, რომ ზოგი იღებს, ზოგი არა. კოლექტიურად ამას ჯერ ისტორიას არ ახსოვს ვინმეს მიიღოს. კოლექტიურად აძალებენ ამის მიღებას პოლიტიკური მოღვაწეები, რომლებიც გადაწყვიტეს, რომ მართვის სისტემისათვის კარგია რელიგია. და გაყვეს სახელმწიფო ორად. მართველ კლასად, მართველი კლასი, რატომღაც გამოარჩიეს სწავლა განათლებით, ვინც ისწავლის ის აუცილებლად მართავს იმას, ვინც უსწავლელია. მაგრამ სახელმწიფო გზადაგზა განათლებასაც იმყო ხელი და კონკურენციაც წავიდა. ყველას აქვს პრეტენზია იქცეს მართველ ძალად. აქ გაუთავებელი კონფლიქტია და გამოსავალი არ არის. გამოსავალი მხოლოდ მეგობრებო ისევ და ისევ სათამაშო როგორც სევერიან ციცივაძე იწყო და ისევ ღმერთის გარეშე ადამიანები გონებაჩლუნგები არიან. და რატომ იყო უღმერთო ადამიანი გონებაჩლუნგი? იმიტომ რომ მას არ ყავდა ცნობიერებაში ღმერთი გაბატონებული. აი ჩემი ამაზე მსჯელობა, რომელიც უგვაწოდა ბატონმა ოთარიმ, აი ეს საკითხი კიდე ერთხელ, რათა თქვენში შემოვიტანოთ მეტი რწმენა და სინათლე, რათა სიმშვიდე მოპოვებული იქნას ჩემო კარგებო. აი ეს არის სულ. ახლა კი თქვენს გისმენთ. ამაზე არ შეიძლება ვიდეოთ მშრალი შემეცნებისათვის მეთოდი, რომელიც აი ცოტა უფრო მშრალი მასზე აგებული, გამიგეთ ცოდნაზე მშრალში იგულისხმებს ეგ სუფთა მარტო ცნებები. გაუგებარი ხდება ადამიანისათვის, იცით, იმიტომ რომ ადამიანი ცოდვას ექვემდებარება და ბევრი რამე ესეთი ის არის რა, ჩვენ სიმნაფში თავში ძალიან ბურუსით არის მოცული. ყოველთვის, როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ, გვიადვილდება აღქმა იმ პიროვნებისა, რომელსაც ხელთ აქვს თვალსაჩინოება და თავის ცნებებს მაგალითებით, სურათებით, ხატებით მიგვანიშნებს რაღაცაზე. იესო ქრისტეც როცა ლაპარაკობდა და განსაკუთრებით როცა მიუთითებდა ცათა სასუფეველზე, ბიბლიაში უამრავი ადგილები არის იმისა, რომ ქრისტეს საუბარი ჩვეულებრივი რიგითი ადამიანისათვის ყოფილიყო გასაგები. ამისათვის საჭიროა მიმართოთ შედარებებს, მეტაფორებს, პარაბოლებს, იგავს, მოკლედ ილუსტრაციას აღებულს ამ ხილული სამყაროდან და მეანიშნოს უფრო მაღლისკენ. ამით უადვილდება ადამიანს აღქმა. ჩვენც საზოგადოებაში რო ვცხოვრობთ, საზრდოობთ ან ლიტერატურა სწორედ ეგ არის, ხო? რატო უჭირს ადამიანს უფრო მეცნიერული წიგნის კითხვა? მეცნიერული წიგნა ემყარება მსჯელობებს, შიშველ ცნებებს და იმდენად მშრალია ეს, რომ მარტო ვიწრო წრისათვის არის განკუთვნილი. თუ ამას ჩვენ მერე ცოტა მხატვრულ სახეს მივცემთ და ამას ვაქცევთ ილუსტრაციის მას შევიყვანთ სფეროში, გასაგები იქნება რაზე ლაპარაკობს, თქვათ, მეცნიერ მუშაკი. საბჭოთა კავშირში მოგხსენებათ ფიზიკა როცა ისწავლებოდა, ფორმულებს, საზეპიროებს და შიშველ სპეციალურ ტერმინებს ექვემდებარებოდა. ბევრისთვის ეს გაუგებარი იყო. დასავლურ სამყაროში ფიზიკისა და შესაბამისად ყველა დისციპლინის სწავლა ექვემდებარება თვალსაჩინოებას, უფრო გამარტივებული და გაუბრალოებული. აი, რომ კარგად შევითვისოთ, რასაც ვსწავლობთ, ვიმეორებ, რასაც ვსწავლობთ. რასაც ვსწავლობთ, შეიძლება კარგი იყოს, შეიძლება ცუდი იყოს. იმის მიხედვით რა მსოფლმხედველობა ამის პროპაგანდას ეწევიან სამყაროში, ხო? მსოფლმხედველობაზე ბევრი რამეა დამოკიდებული. აი, ქართულ სივრცეში ჩვენი მეცნიერება, მეცნიერული ლიტერატურას თითქმის არავინ არ კითხულობდა, აბსოლუტურად. მეცნიერულ ლიტერატურას იმიტომ არავინ არ კითხულობდა, რომ მეცნიერული ჩვენი ლიტერატურა ექვემდებარებოდა მარქსისტულ მეთოდოლოგიას. მეთოდოლოგია არის პრინციპები, ესე იგი, მთელი მეთოდების ერთობლიობა
პრინციპების ერთობლიობა, რომელიც მიგვიტიტებს შემეცნებისაკენ. ასეთი მეთოდოლოგია ხასიათდებოდა და კვალიფიცირდებოდა როგორც სპეციფიურად განსხვავებული და სახელდებაც ასეთი ჰქონდა მარქსისტული ლენინური მეთოდოლოგია. ესე იგი მიგვანიშნებს სპეციფიურობაში შემეცნების იმდენად სპეციფიურობაზე, რომ სხვა ქვეყანას ესეთი მეთოდი არ აქვს ჭეშმარიტების ფლობისა და ჩვენ პრეტენზიას ვაცხადებთ, რომ ერთადერთი სწორი მეთოდოლოგია იმისათვის, რომ წვდეთ აბსოლუტურ ჭეშმარიტებას, ეს არის მარქსისტული მეთოდოლოგია. აი ამას მასა მეცნიერულ ლიტერატურაში ვერ კითხულობდა. მაგრამ საიდან გაჩნდა ადამიანში, ნირგით ადამიანში ყველაფერი ის რაც აღწერილია საბჭოურ მეცნიერებაში. აი აქ უდიდესი როლი აქვს ლიტერატურას ხელოვნებას. და აი ქართული ფილმები აიღეთ. ქართული ფილმების მოგეხსენებათ იშვიათად რომელიმე ქართველი არ ნახულობდეს ქართულ ფილმს. იშვიათია, ხო საქართველოში მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი დროის საქართველოში ესე იგი ყველა დახარბებული იყო ქართული ფილმის დემონსტრირებას ტელევიზიაში, როდესაც ეს დასავლივით იყო, იმიტომ რომ იშვიათად იყო ქართული ფილმი იმის გამო, რომ ძირითადად რუსულ სივრცეში ვიზრდებოდით და რუსულის უფრო მეტი იყო ტელეეკრანებზე მხატვრული ფილმების მოწოდება რუსებისა. ისინიც გვაწვდნენ, რა თქმა უნდა, მარქსისტული იყო ყველაფერი იმათი, მაგრამ ქართულ ენაზე, მშობლიურ ენაზე ცოტა ის იყო დეფიციტური და ამდენად ყოველი ქართული ფილმის გამოჩენა ზეიმი იყო, როგორც ტელევიზორში, ისე საზოგადოებრივ კინოთეატრების ეკრანებზე. აი ამ ქართულ ფილმს ისე იღებდა და ისრუტავდა რიგითი ადამიანი, არასოდეს არ უფიქრდებოდა, რა მსოფლმხედველობის გადაგება იყო ამ ფილმებში. ავიღოთ ეგრეთ წოდებული ყველასთვის საინტერესო, მე ვიტყოდი ხო, იყო საინტერესო რეჟისორი და აღიარებული კომუნისტურ სივრცეში ელდარ შენგელაია. აი მისი ფილმები. მე არ მოყვები ახლა ყველა მის შემოქმედების გაანალიზებას, დროც არ არის ამისით, მაგრამ ერთ ფილმზე შევაჩერებ თქვენ ყურადღებას. ეს არის არაჩვეულებრივი გამოფენა. ეს ფილმი რომ გადაიღეს და წავიდა ჩვენებით, მისი შეფასება იყო იმ თვალსაზრისით და იქიდან დანახული, რომ თითქოს ეს იყო ახალი, იმდენად ახალი, რომ აქ იყო ნგრევა საბჭოური კლიშეებისა. მართლაც ესია იმ ფილმში საბჭოური კლიშეების ნგრევა თუ ამ ფილმში ელდარ შენგელაიას მოგეხსენებათ ტყავს გააძრობდნენ, ესეთი პერიოდი ეს გაქანებული მარქსიზმი არის და ასე თუ ისე მაინც დგანან პოზიციაზე და გამყარებულია ყველაფერი, ხო? ცენზორიც ყავს. დიდი ჯაბაასის შემდეგ, როდესაც ფართო მაყურებელს წარუდგენდნენ ხელოვნების პროდუქციას, ჯაბაასი იმართებოდა საბჭოში და მერე მისცემდნენ ვიზას მასების ცნობიერებისაკენ. ჯაბაასმა იმჯერა და გადაწყვეტა, რომ ეს არაფერი დამაზიანებელი არ არის იმ ცნობიერებისათვის, რომელსაც პრეტენზია აქვს ჭეშმარიტების ფლობისა და ხლა ძლივს მოგენი ჭეშმარიტებას და ხელოვნება რომელიც ამას დაანგრევს, იმას როგორ მიცემთ უფლებას, ხომ? ასე მსჯელობდნენ იმ საბჭოში კომუნისტური ინტელექტუალური მოდარაჯეები იმ ჭეშმარიტებისა, რომელიც აღმოაჩინეს. შესაბამისად, სცნეს რა ეს ფილმი. არა ანტი-მარქსისტულად პირიქით, მარქსისტულ მატერიალისტურად გაუშვეს ფილმი. ადამიანები ასეთ ფილმებს რო იღებდნენ ვიმეორებ, იმთავითვე ის, რასაც ვერ იგებდნენ დიალექტიკურ მატერიალიზმში, ისტორიულ მატერიალიზმში, მეცნიერულ კომუნიზმში, შესაბამისად იმ მეცნიერულ ინსტიტუტებში, რომლებიც იდეოლოგიის ფრონტზე იდგნენ და წერდნენ წიგნებს, ფილოსოფიის ინსტიტუტი, ლიტერატურის ინსტიტუტი, ფსიქოლოგიის ინსტიტუტი, ფიზიოლოგიის ინსტიტუტი, აი ამ ნაწერებს მასას საერთოდ არ კითხულობდა. ამიტომ მასა თუ არ აღზარდე, ისე როგორ უნდა იყოს რაღაცა დამორჩილებული და საერთოდ ჰარმონირებული იმ საზოგადოებაში, რომელშიც უხდება ცხოვრება. აი აქ იყო ძალიან დიდი როლი ხელოვნებისა და ლენინი სწორე იყო, როცა იძახდა, რომ ხელოვნებას დიდ როლს ანიჭებდა. ხელოვნების
შესახებ ლენის აქვს კარგი წერილები. ასევე ტოლსტოი და ფართო ის მიეცა მნიშვნელობა საბჭოთა სივრცეში ხელოვნებას და ლიტერატურას. ყველა ოჯახში შედიოდა ეს. აი არაჩვეულებრივ გამოფენაშიც მანდ არის რამე ისეთი, რაც თქვათ დაანგრევს ათეიზმს ჩემ ცნობიერებაში და გზას გაუხსნის მაღალსულიერებისაკენ, ტრანსცენდენტისკენ და ღმერთის შემეცნებისაკენ. რა თქმა უნდა არა. ერთ-ერთი ოჯახის ისტორია არის და ოჯახის ისტორია იშლება მთელი საზოგადოების ფონზე, რომელსაც ქვია საქართველო და ერთი პროვინციული ადგილი არის ეს ქუთაისი ხო აღებული. თავარი მოქმედი არის პიპინი ერისთავი თავისი ოჯახით, რომელიც შვილი ომიდან ახალი დაბრუნებულია და აი ამ ტრაგიკომიკური სიტუაციის გადმოცემა არის საათნახევარი. რისი მომცემია ეს, როცა ჩვენ უყურებთ ამ ისტორიას და რისი ჩვენება არის ეს, ხომ? მეორე მსოფლიო ომი არ არის ეს მეორე მსოფლიო ომი. რა რომელი ომი არის ადიბრძოლეს? ეს თავარი და წამყვანი არ არის, ხო? პორტ არტურში ის იბრძოდა პიპინია. შვილი კიდე რაღაც ეთყობა ეს ომი რო არ ფიგურირებს, რაღაც დაიჭრა და მერე შემოვიდა. მოკლედ ომი დამთავრდა. მეორე მსოფლიო ომი და იწყება ქართველი ოჯახის წარმოჩინება. ცენტრში არის პიპინი ერისთავი, რომელიც ერისთავი არის და მისი შვილი აგული, რომელიც არის შემოქმედების აი ფრონტზე განწესებული და ფილმსაც ქვია არაჩვეულებრივი გამოფენა. მოკლედ ხელოვანია ჩვენ წინ მოქანდაკე მხატვარი და მისი ურთიერთობა საზოგადოებასთან. ფილმი ისეა მოწოდებული და ჩაფიქრებული, რეჟისორს ტვინით აქვს გადაღებული ეს, რომ თითქოს ხელოვანი კაცი მოკლა იმ საზოგადოებამ, რომელშიც ცხოვრობს. აკე ეგ ქონდა მას ჩაფიქრებული და ვითომ ამ ესეთი ალეგორიული ფორმით გვაწვდის დისიდენტურ წინწკლებში ვიმეორებ, ეს ჩემი აზრი არ არის, ჩემი აზრით არაფერი დისიდენტური ამ ფილმში არ არის, დისიდენტურ ფილმს. რეჟისორის ჩანაფიქრით მართლაც ესეა ჩაფიქრებული თვითონ თავის გულში. რაც ხდება იმას ვიძახით, ეს დისიდენტური ფილმია, ესე იგი სხვაგვარად ნააზრევი, ხო? დისიდენტურად სხვაგვარად მოაზროვნება. არის კი სხვაგვარი, ზარზურება არის ყოველთვის ერთგვარი და ან სხვაგვარი. ერთგვარი ეს აზროვნებაც უნდა ამოვიდეს ესეთი რამიდან, სწორი და არასწორი აზროვნება. სხვაგვარად აზროვნება, მე ცოტა ესეთი სიტყვების არეულობა, სწორი აზროვნება და არასწორი აზროვნება. ესე ჯობია ეს, ესეთი კვალიფიკაცია, აი ესეთი დიფერენცი დაყოფა შემოვიტანოთ, ხომ? ხო და როცა მთავაზობ იმ ფილმს, რომ თითქოს ეს განსხვავებული აზრით გაჯერებული ილუსტრაცია არის და ეს სიახლეა ქართულ კინემატოგრაფიაში, ეს შეიძლება იყოს თქვენი აზრი. აბა ვნახოთ მართლა ესეა. ხო და აი ჩვენი ერისთავი. მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა, ვეცნობით უაღრესად გაუბედურებულ კაცს პიპინია ერისთავს. თავისი ოჯახით, ცოლი არ აქვს. არ ვიცით რა პირობებში გარდაეცვალა ცოლი. ეს თავარი არ არის. თავარი არის მისი შვილი აგული ერისთავი, რომელიც აკადემია დამთავრებული პიროვნება, წავიდა ომში, დაიჭრა და მსუბუქი მის დასაბედნიეროდ ჭრილობისა გამო ვადამდე გათავისუფლდა ფრონტიდან. ასე დაბრუნდა იგი სახლში და ასე ჩაეხუტა მამა შვილს. იწყება მათ ახლა ცხოვრება ეკონომიკური. ბუნებრივია ომიდან კაცი დაბრუნდა, უნდა დაიწყოს ცხოვრება. მოაწყოს ცხოვრება, გახარებული მამა-შვილი იქ პატარა სიხარულმა გადაიერა და ახლა რაღაცა ვქნათ. სახეზეა ჩვენთან აი ეს აგული ერისთავი ხელოვანი კაცი, რომელსაც ცოტა ურთიერთობა ქონია მუსიკასთან, ქანდაკება, ფერწერა და იწყება მისი შემოქმედებითი მუშაობა, მაგრამ ჭეშმარიტი შემოქმედებითი მუშაობისთვის მას გააჩნია
ენერგია, ძალა, ნიჭი თუ აი ეს ხელოსნობად იქცეს თუ ხელოვნებაში დარჩეს ეს და მიგვანიშნოს იმ სამყაროსაკენ რომელიც დანიშნულებაც მართა ხელოვანისთვის ეს დანიშნულება აქ ჭეშმარიტი ხელოვნების დანიშნულება და ხელოვანის ის არის მიგვანიშნოს ტრანსცენდენტისკენ აგვამაღლოს მიწიერ აი ჩვენ ცოდვილ ბუნებას გამოგვიყვანოს ამ შინაგანი პატიმრობიდან რომელსაც სხეული ქვია და სულის მისწრაფება გამოხატოს ჭეშმარიტი ხელოვნება ხო ამას აკეთებს და ეგვიხარია ჩვენ როცა ხელოვნებას ვეზიარებით მიუწვდომელის დანახვა ერთგვარად მოციქულები ხომ აი ამ ტრანსცენდენტალური სამყაროსაში ეს ნიჭი აქვთ მათ აი აგული ერისთავს მსგავსი რამე არ აქვს თავში აქვს თორე პრეტენზია მას უფრო მეტიც იმართება გამოფენები აგული ერისთავი როგორც ხელოვანი მკვდარია ყველაზე რეალურად აი ამ დიალოგში როცა შემოდიან მამაშვილი ყველაზე რეალური არის მამა პიპინი ერისთავი პიპინი ერისთავი იმდენად რეალურია რომ იცის რომ ცხოვრება პირველადი არის პიპინი ერისთავის ფსიქოლოგია ცნობიერება მოიცავს მთლიანად მატერიალურ გაგებას სამყაროისას არაფერი მასში ამაღლებული და იდეალური არ არის შვილმა რა თქმა უნდა დაამთავრა ისეთი სახელმწიფო დაწესებულება განათლების სისტემის და მხოლოდ შემოქმედებითი რომელსაც თითქოს ამ დაწესებულებიდან მას უნდა გამოეტანა ისეთი რამ რომ მიგვანიშნებდა აი უმაღლესი სილამაზისაკენ მშვენიერებისაკენ და იმის იდეების ობიექტივირებას მოახდენდა აი სამყაროში მაგრამ აგული ერისთავი ასეთი არ არის აგული ერისთავი ჩვეულებრივი ადამიანი და შინაგანი აი მისი შინაგანი მე თითქოს უფრო ამბიციური და პრეტენზიულია მას აქვს პრეტენზია განაცხადოს რომ უფრო ნიჭიერი მოქანდაკიეს და არ იცის ვის დააბრალოს ხან აბრალებს იმას რომ იცით რა არის აი მამასთან მუშაობს და მამა უფრო ითრევს ხელობისკენ ეს ისწავლე რა პრაქტიკულად გამოვიყენოთ ქანდაკება ბატონო კი ბატონო და დაიწყო მისი შემოყვანა მამამისმა დაამიცა და იმ სახელოსნოში შემოიყვანა რომელსაც ქვია ეკონომიკური მატერიალური სახელოსნო და აქ უნდა იყოს შენ კარგი ხელმარჯვე ოსტატი როგორც იქნა დიდი შეხლა შემოხლის შემდეგ დაითანხმა პიპინიამ ჩვენი აგული ერისთავი და არის პატარა ხანის შეხმატკბილებული მდგომარეობა და მუშაობს ჩვენი აგული იმ იმედით რომ ეს დროებით იქნება მოვადრო რომ დიდ ხელოვნებაში გავალ რით არის დაკავებული აგული გარდაცვლილი ხალხის ჭირისუფლები მოდიან და შეკვეთას აძლევენ სასაფლაოზე დაიდგას ხანდაკებები მთელი შემოქმედება აგულის ეს არის გარდაცვლილი ხალხის ძეგლების დადგმა პორტრეტები სხვადასხვა ფორმაში სხვადასხვა ვიმეორებ არის მეორე მსოფლიო დამთავრდა 45-46 წელი სტალინური პერიოდი არის სტალინი გარდაცვლილი არ არის ჯერჯერობით ჯერ კიდევ ომი მძვინვარებს როცა ჩამოვიდა ის ომიდან და ომის დამთავრებასაც ჩვენ ვაწყდებით ფილმში კატში სადაც უკვე აგული დაქორწინებული არის და ამას უკვე ელოდება ბავშვს კიდევაც კლაშასთან რუსთან დაქორწინება შემთხვევითია ის როდესაც რეჟისორს შემოყავს ერისთავების ოჯახში რძალი რუსი ხო აი ერთ-ერთი გასვლის აი რაღაც სავიზიტო გასვლა ქონდა თუ რა ქონდა აგული ერისთავს შეხვდა ამ გოგონას და მოხდა მათი გაერთიანება მართალია დიდი სურვილები არ გამოუჩხავნებია აგული ერისთავს მაგრამ იძულებითი ძალით რაღაც ზეწოლით საზოგადოებიდან მამიდან დააქორწინდა ეს კაცი ამ რუს ქალთან გაგრძელდა ამათი ცხოვრება მატერიალური ცხოვრება უმჯობესდება თანდათან ამათი მაგრამ აგულის ყოველთვის აწუხებს შინაგანად
რაღაცა დაუკმაყოფილების გრძნობა აქვს. ურთიერთობა ცოლთან ერთია. ჩდება ერთი ბავშვი, მეორე, მრავალშვილიანი გახდა მათი ოჯახი, სულ ბიჭები გაჩნდნენ, არც არ ქმნავს ისტორიულ სახელებს. ისტორიული გმირების სახელები, მისი ვაჟიშვილის სახელები გამიგეთ და ამით ადასტურებს თითქოს როგორი სიყვარული აქვს საქართველოს ისტორიისა. მაგრამ ესენი წარმომადგენლები არიან ერისთავებისა, ხო, შემთხვევით არ არის რომ გვარი ერისთავია, მაგრამ ერისთავი მაშინ ხარ, როცა ერიც არის შენთან. ესენი თავები არიან, მაგრამ ერი აღარ აყავთ. ტრაგედია არის ასეთი გვარისთვის, ხომ? იყო ერისთავი და დამოკიდებული იყო მიცვალებულზე. და მიცვალებული თუ არ გემრავლა, ხელობასაც აზრი არ აქვს. აგულ ერისთავი ოსტატდება როგორც მოქანდაკე სასაფლაოზე. მოკლედ სასაფლაოს მოქანდაკეთ იქცა ის და აქედან რა თქმა უნდა მან მის შესახებ არავინ არაფერი არ იცის. გზადაგზად ჩვენ ვეცნობით ადამიანებს, ვინც აგულისთან შემოდის კონტაქტში. მთლიანად მთელი ფილმი ეს არის გამოფენა. გამოფენა არა მარტო სიმბოლურად ერთი ადგილისა, რომელსაც სასაფლაო ქვია და ბოლო კადრში ვხედავთ ჩვენ. არამედ გამოფენა მთელი საზოგადოებისა, ქართული ცნობიერების გამოფენა გამომზეურებისა. გამომზეურებულია ყველა სფერო. ოჯახი, ხელოვნება, კლასი და სიყვარული. როგორი ურთიერთობა ჩვენ ყველა სახით ყველა იმით გავყვებით აგულის სად დადის ეგ. გადის დრო იზრდებიან, ომი დამთავრდა, ზეიმობს ხალხი ყველაფერს, ყველა სიხარულით ხდება ომის გამარჯვებას და იწყება ბედნიერი ცხოვრება. თითქოს კომედია არის ეს ფილმი, მაგრამ ამავე დროს არის კომიკური, ტრაგიკული ელემენტებიც, ტრაგიკომიკური, ტრაგედიაც არის და კომედიაც. გვეცინება, მაგრამ სევდა დაძდევს ჩვენ სიცილს. ხელოვანი კაცი აი ამ საზოგადოებაში როგორ მოკლეს. ასეთია შეფასება რეჟისორისა და ასეთი მით რო შემოდიხარ ეგრეთ წოდებული დისიდენტის ტიტულიც მიიტყებე. მაგრამ გავხედოთ, ჩვენ კარგად გავარჩიოთ. აი ეს მართლა ესეთი ფილმია, ვის დავაბრალოთ აგული ერისთავის სიკვდილი როგორც ხელოვანისა. მოდი ჯერ კითხვა დავსვათ ასეთი. აგული ერისთავი ხელოვანი არის? მას აქვს მოთხოვნილება ხელოვნებისა? ყველაზე კარგად მამამ იცის, რომ ეს ხელოვანი არ არის, ეს ხელოსანია. აკი შიგადაშიგ გაუბრაზდება კიდევაც სახლიდანაც მიდის, რომ უნდა იმუშაოს, მაგრამ სახლიდან გაქცეული აგული აღარაფერს აღარ აკეთებს. გაერთობა ის თავის მეგობართან, რომელიც არის შემოქმედებითი მეგობარი. ის თეატრალია, მსახიობი, მაგრამ არც ის არის დიდი მსახიობი. იმისთვისაც მსახიობობა ეს არის პროფესია და მასაც არ უყვარს ის რასაც აკეთებს. თამაშობს შექსპირის პიესებში და სასაცილოა პირდაპირ ასეთი გიგანტი შექსპირი, პრობლემა რომელიც არის სულთად ადამიანების პრობლემა შექსპირთან ხო მაგით არის ძლიერი რომ კონფლიქტები ადამიანებში თითქოს ასეთ ქვეყანაში როგორიც არის საქართველოს და საბჭოთა კავშირი ეს პრობლემები იყოს. ეს ხო ტყუილი არის. აქაც ერთგვარად მოწოდებული არის ცინიკური დამოკიდებულება. ასეთ საზოგადოებაში შექსპირი რატო იდგმება? აქ ხომ პრობლემები აღარ არის. თუ პრობლემები აღარ არის, რა საჭიროა ჰამლეტის, ოტელოს, რომეო და ჯულიეტის დადგმა? აი ესენი რა საჭიროა? არადა საქართველოში მოდაში სწორედ შექსპირია. თუ საზღვარგარეთის რაიმე იდგმება საზღვარგარეთიდან პიესები, აუცილებლად შექსპირი და ვინც შექსპირს ითამაშებს, ის იქნება ყველაზე ძლიერი როგორც მსახიობი, ასე რეჟისორი, ვინც გაასცენიურებს შექსპირს. ოცნებობენ მსახიობები რომ ითამაშონ ჰამლეტი. ამ დროს არავინ არ დაფიქრებულა ჰამლეტი რა არის. რისი შემომტანი არის მაყურებლებს და რა ცნობიერების მატარებელია ჰამლეტი. გამოდგება ეს იდეალად, დავსახოთ მისაბაძ მაგალითად, რა გაგება ეს რომ ტიპაჟები დაიყოს ასე კარგი და ცუდი, ბოროტი და კეთილი და კეთილი,
პერსონაჟის შემოსვლა ეკრანზე, ესე იგი, ნიშნავს იმას, რომ მაყურებლებს ვაკეთილშობილებთ და ვღზრდით. ესე იგი, ხელოვნებას არის აღმზრდელობითი პროპაგანდისტული დანიშნულება აქვს საქართველოში. ეს პერიოდი კი 70-იანი წლებია და 70-იანი წლები საბჭოთა ინტელიგენციაში აღინიშნება როგორც მორყევის წლები და ცოტა ბურჟუაზიული ელემენტების შესვლის პერიოდად ხასიათდება ეს ბურჟუაზიული. შევიდა ყველაფერი, როგორც კინოხელოვნებაში, მეთოდით გადაღება, მე პრობლემის მოპარვა, ხო, როცა საზღვარგარეთ იღება ხელოვანზე ფილმი, მიემნიშნებულია ხელოვნის ბედი და იღბალი, ხელოვანის პრობლემა საზოგადოებასთან, თავის თავთან კონფლიქტი. როდესაც საზოგადოების ფილმი მოწოდებული ევროპული რეჟისორის მიერ, აუცილებლად ეს არის კონფლიქტი ხელოვანისა თავის თავთან, სოფხედველობასთან. ახრივ ეს საინტერესოა, მაგრამ როდესაც საქართველოში ვიღებთ ფილმს და მას უწოდებთ არაჩვეულურ გამოფენას, მე უფრო იმ ქვეტექსტით წავიკითხავ, რომელსაც ახლა მოგაწვდით. ეს არის კარგად ხელოვანმა თვითონ საერთოდ როგორ მოგვაწოდა ეს, როგორ არის დანახული ქართული საზოგადოება და როგორ შემზარავი არის. საზოგადოება არის კი ესეთი, როგორიც მოწოდებულია იქ. არის რა თქმა უნდა, მათ პრობლემა არ არის ხელოვანისა და საზოგადოებისა. მანდ ეს კონფლიქტი არ არის. მანდ არის პრობლემა თელი საზოგადოებისა. თელი ქართული საზოგადოებას, რომელიც აღიზარდა საბჭოურ მეთოდოლოგიით და ამის გამოფენა არის. არაფერი არ შეცვლილა. ტყუილა ვაბრალებ ჩვენ საზოგადოებას აგული ერისთავის როგორც ხელოვანის კვლელობას. თვითონ აგული ერისთავი არ არის ხელოვანი, ის ხელოსანია. საზოგადოება მის აღზარდა როგორც საბჭოური ხელოვანი და სწორია, რომ როდესაც შენ საბჭოთა ინსტიტუტში განათლებას იღებ, უნდა ემსახურო მკვდრებს. და მკვდრის მოქანდაკე უფრო ფასობს საქართველოში, ვიდრე პიკასო. პიკასო საქართველოში არ დაფაცდება. არც მატესი დაფარდება საქართველოში. ვის რა თუნდა პიკასო საქართველოში, ხო, 70-იან წლებში. აი რატო ყირაობს, თუ შეიძლება ასე ითქვას, ან ვეწინააღმდეგება აგული ჩვენ საზოგადოებას და მამას. იმიტომ რომ მას თავის თავზე წარმოდგენა აქვს, რომ ეს არის ხელოვანი. მთელი განვითარება ფილმში ისაა, რომ ბოლოს და ბოლოს შეიგნებს ჩვენი აგული, რომ იგი ხელოვანი არ არის და ელოდება იქნებ ახალი ვინმე ჩემს მაგვირად მოვიდეს. ჩვენ ფილმში ვხედავთ ასეც მის მოწაფეს. მაგრამ მისი მოწაფეც ზუსტად იგივეს გაიმეორებს, რაც გააკეთა და რასაც აკეთებს ჩვენი აგული. სიმბოლო მარმარელოსი, ჩვენ დღეს ვილაპარაკეთ პოროსის მარმარელოსი, სწორედ ეს არის ხელოვნების სიმბოლო, თანთეთრია, ხელდაუკარებელი. საბჭოთა კავშირში ხელოვნება ხელდაუკარებელია. თუ მარმარელოს აი პოროსის კიდე გავასიმბოლოებთ, მას შეიძლება მე პირადად მივანიჭო, როგორც რელიგიური დატირთვა, როგორც იდეალური, როგორც ტრანსცენდენტალური, ასევე როგორც ღმერთისა. აი ეგ ხელშეუხებელია. მაგის გარეშე კი საზოგადოება არ შეიცვლება. ხონდა ხელიდან ხელში გადადის ეს მარმარილოს პოროსი, სიმბოლო აი სუფთა წმინდა იდეალური ხელოვნებისა, საბოლოო ჯამში ღმერთისა, ასე დევს საზოგადოებაში, მაგრამ მას არავინ არ იღებს და არ იმეცნებს. მის ირგვლივ ტრიალია მუდამ. ხელიდან ხელში გადადის ეზოდან ეზოში. ფილმი გვთავდება, რომ იმედია იმისა, რომ იქნებ მოწაფემ რაღაცა გამოთალოს. და არავინ არ იცის ამ ქვაში რა უნდა გაცოცხლდეს. აგული ერისთავმაც არ იცის. ერთხელ იქნება მარტო იტყვის, რომ იცით იქნებ ეს ჩრდილოეთის ციალი გამოაქანდაკოს, ვინაიდან ვითომ ამით დაამტკიცოს თავისი მეუღლის სიყვარული. ჩრდილოეთის ციალი, ხომ? ზედგვარად მიგვანიშნებს რუსეთისაკენაც, ხომ? გინდათ არ გინდათ, რეჟისორი მაინც ქადაგებს რუსეთის ყოვლის ძლიერებას, ყოვლის ცოდნეობას და აქ ელემენტარულად ამიგე შეიძლება მიგვანიშნოს იმაზედაც, რომ
აი ეს რაც აგდებს ხელშეუხებელია ერთი მიზეზით ან მე არ შემწევს ძალა რომ ეს მე აქედან რამე კარგი ღირებული გავაკეთო შევიმეცნო ან კიდე თვითონ რაღაცა არ არსებობს მოდი ასეთ შეიძლება მივიღოთ მოგეთ არ გვინდა გართულება საუბრისა მარტივი გზა ავირჩიოთ თელი ეს გამოფენა სიმბოლურად თუ არის არაჩვეულებრივი გამოფენა ჩემთვის არის ცნობიერების გამოფენა ცალ-ცალკე აღებული დაწყებული პინიდან დამთავრებული ვალოდია ჯინჯარაძით ჩვენ შევდივართ ვეცნობით ბავშვობის აი გაზრდილი ხალხი რომლებიც 10-20 წლის მერე იკრიბებიან ერთად და რაღაცას აღნიშნავენ დღესასწაულს ხო რა დიდი ხნის სკოლა დამთავრებას არავინ იქ იშვიათი გამონაკლისის გარდა ერთმანეთს არ იცნობს და არც არასოდეს არ უნახიათ ამდენ წლის მანძილზე მით უმეტეს შემოქმედებითი ხალხი რომელსაც თამაშობს დოდო აბაშიძე აი თეატრალი და პროვინციული ერთი გაუბედურებული ხელოვანი კაცი არის ხელობით რომელიც ხელფას იღებს აი რაღაცა თავისი ხელოსნობით მოდი ვთქვათ ჯამბაზობით არაფერი პრობლემა მას არ ეკარება არც ოტელოსი იგი ოტელოს იმას აკეთებს რაღაცა რეპეტიციას რაღაცა ჯერ შეიცადეთ ვიდრე მე წახვალთ აი ოტელოსის არის ეგა პასაჟი და აშკარად მიგვანიშნებს რომ გმირი შექსპირით არის შეპყრობილი და ტყივილები რაც შექსპირშია და გმირში საერთოდ არ არსებობს ამისთვის გამოდივართ ხედავთ თეატრის მერე როგორ იყიდის კედრს პამიდორს როცა ხდება აგულის და წამოდი ერთი დავჯდეთ და ერთი მომიყევი რა გააკეთე გავიდნენ ჩამოჯდნენ წყლის პირსა მიირთმევს ეს საჭმელს პამიდორს ღვინოაქიქა კარგი უღინო ამიგეთ ეს ოცნებობს მაინც აგული ერისთავი ამ კაცში თეატრალურ კაცში მსახიობ კაცში რომელსაც დოდო აბაშიძე თამაშობს შავლეგი ქვია მას გახსოვთ ალბათ შავლეგი და აგული მოდიან შავლეგს საერთოდ მოსმენა არ უყვარს მთლიანად დამიწდა არაფერი მასში ხელოვნური არ არის ოცნებაც აღარ არის აგულიში ოცნება მაინც არის იგი ოცნებობს რაღაცა გააკეთოს რაღაცა დიდი ხელოვნება რაღაცა ისიც რომ ხელოვნებას უფრო მეტი მოითხოვება ვიდრე თვითონ არის ხელოვნება არ არის ეს მკვდრების რაღაც ზეგლის დადგმა ეს არ არის ხელოვნება ეს ხელოსნობა შიქში თვითონ აგული შეწუხებულია მას ვერავინ ვერ აგებინებს ვერაფერს იმიტომ რომ ყველა მკვდარია ერგულება ყველა მკვდარია უბრალოდ დასაფლავებული არ არის ერთ-ერთი ასეთი მკვდარი შავლეგო არის გონია აგულის რომ შავლეგო გაუგებს აი ამ თავის მშვენიერ პრობლემებს აი სასულში რაც ხდება შენც არ მომიკვდეთ შავლეგო რომ იდეს საერთოდ არ უსმენს აი გადაივლიან ხიდს იქ ბიჭი არის წამოსკუპული ხიდზე წაესწრებს შავლეგო და აგული და რა გეშინია ბიჭო გადახტომა ხო მე ვშინი ატყვევს ამას აბადექიო ჩაისუნთქე შავლეგო ეუბნება ვეცნობით შავლოგის ფსიქოლოგიას ამ კადრით ეს აყოლილია აგული ბიჭი ორივეს ხელზე თავს დაადებს და გადახტება წყალში ქუდებს ორივეს მოტაცებს ხო და აი მანამდე დიალოგია ესეთი აგული იძახის რომ აი ესეთ ბიჭებს ხელოვნებაზე ლაპარაკობს და პიკასო აი ესეთ ბიჭებზე ოცნობდა აი ეს იქნება ჩემი რაღაც ხელოვნების რაღაცა შთაგონების წყარო რო დავხატო შავლეგო არაფერს არ უსმენს ესა პიკასოს ბიჭი იძახის თან ცინიკურად ამით ერთობა პიკასო აგული შეუღწეველია შავლეგოს ცნობიერება ეს მთლად მატერიალური გავძეხი კაცის ცნობიერება რომელსაც პროფესიად გაუხდია თეატრში მივიდეს და ითამაშოს პირდაპირ გაგებით ითამაშოს ის რაც თვითონ არ არის დაჯდებიან წყლის პირზე როგორც აღნიშნა აგული ისევ აგრძელებს შთაგონებული არის რაღაც ემოციურია და უნდა ვინმე გაუზიაროს თავისი აი ეს შინაგანი შფოთი ამ ხელოვანისა და ხელოვნებისა არავის ეგ არ ჭირდება არც ცოლს ცოლი კი თანაუგრძნობს არაფერი არ იცის პიპინასთვის აგული მიუღებელია როგორც ხელხელა ტოჟემნე ბრაქსიცელ იძახის ტოჟემნე მიკელანჯელო ტოჟემნე პაგანინი გადამოუყრის ყველაფერი ამას ადიაქიდან სახლიდანაც გამოაგდებს კუდა მოძუებული მეებს
თანამედროვეობას არ ვიცავ კადრებში მაპატიებთ, იმიტომ რომ ვიცი რომ თქვენ ნანახი გაქვთ ყველას ეს ფილმი. კუდამოძუებული სახს ტოვებს იმ იმედით რომ აი ნახავ მე წავალ და ვიმუშავებ თუ რამეც გამოგიგზავნეთ. ესე იგი აპირებს დიდ ხელოვნებაში გავიდეს და ჩამოიშოროს ის ტვირთი, რომელსაც ოჯახური ტვირთი ქვია. არაფერი არ გამოსდის, შავლეგოსთან რომ მიდის. შავლეგო დაკავებული არის დროსტარებით. შავლეგოს შეეხიზნება ცოტა ხნით, მაგრამ მანამდე ისევ დაუბრუნდები თანამედროვეობა დავარღვი, ისევ უკან კადრს დაუბრუნდები. წყლის პირზე წამოსკუპებული ეს ორი ხელოვანი რო არის, ერთი მკვდარი, მეორე რომელშიც ოცნებით ხელოვანი, მაგრამ ვერ გაურკვევია მიზეზი და აი რა არის ის პრობლემა, რომელიც მე ესე მაწუხებს და რა ჯანდაბაა ეს ხომ? უნდა გაარკვიოს დიალოგში. არავინ მას დიალოგში არ მიყვება, მithom და სართ შავლეგო კი რა კარგი პამიდორია, რა გეცივი ღვინოა, საერთოდ არუსმენს. მერე გამძღარი შავლეგო ადგება და აიყურებს მედუზო, პრედუზო, გადახდება წყალში. შავლეგოსთვის ეს საუბარი მიუღებელია. ასე მთავრდება ეს კადრი და მერე არის რაღაცა კონფლიქტი, შემდეგ გადავდივართ კადრში, სადაც ეხვეწება აგული შავლეგოს სახში შეიფაროს. შეიფარებს შავლეგოს და აი ესეთ მდგომარეობაში აგული საერთოდ ხელოვნებაზე კი არა, უკვე ჩვენ ეკრანული საშუალებას არ გვაძლევს ეკრანული ვარიანტი იმის გადმოცემას მონოლოგის საშუალებას რა ხდება აგულის სამშვენელში. თქვენ შეგვიძლია მინიშნებებით გავხსნათ აგული. აგული გამოვა სახლიდან, იმიტომ რომ თვითონ შავლეგო ტყვის დღეს ოთახი მემჭირდება ვიღაცა ქალთან დრო გაატაროს. მსახიობი კაცია და ამისთვის ყოველდღიური ცხოვრება ეს არის დროსტარება და ქალთან ურთიერთობაც ეს არის ჩვეულებრივი რამ. გასაგებია უთხრა აგული, გამოვიდა, გამოიხურა კარები და ვერ მივა იქ, იმიტომ რომ შავლეგოს ქალი ყავს. ამ ხეტიალის დროს გადააწყდება ეროდიკას თავის კლასელ თინას. აქ შემოდის უკვე ქალი აგულის ცნობიერებაში თინა როგორც ძველი საყვარელი და შეყვარებული. ნასვამია ჩვენი აგული და სიყვარულის საღერღელი აეშლება. ისეთ მდგომარეობაშია, რომ ამ დროს ამას უნდა კომუნიკაცია. ვერავინ ვერ იგებს აგულის აი სულიერ სამყაროს და ადამიანი ისეა მოწყობილი მეგობრებო, ვიღაცას უნდა გაუზიაროს. ქალი ყველაზე კარგი საშუალებაა და ფსიქოლოგიურად ზუსტად არის დაჭერილი, რომ გამოჩნდა თინა. თინას დანახვაზე გახარებული აგული იმ წუთში გამოეცნა, აგული გადაეხვევიან ერთმანეთს, არიქა ეს ის პატარა საუბრის მერე იმავე წუთში აგული გადაწყვეტს, მე ჩვენ ბავშვობიდან გვიყვარს ერთმანეთი და აუცილებლად მეაცილა სახლამდე და საერთოდ მინდა ახლა შემოვიდე სახლში და ვთხოვო შენი ხელი ოჯახის წევრებს, რაც და თინა კატეგორიულ ვარზია და ეუბნება, არა ახლა შენ ნასვამი ხარ, გამ სხვა დროს, რამე თუ თინა უფრო აქ საღი მოაზროვნეთ პოზიციაზე დგას. თინა შედის რა სახლში, არ გასულა რაღაც 2 წუთი და აგული თავისთვის გადაწყვიტავს. ნასვამი კაცი უფრო გაბედულია, რეალობას მოწყვეტულია და საერთოდ ვერ აკონტროლებს თავის ვნებებს. სწორედ ღვინო მაიძულა აგული, ცრუ სითამამე შეეძინა და შედის რა თინას ოჯახში. იძახის ესეთ რამეს რატომ ხვალ, როცა ახლა შეიძლება. დარეკა, შევიდა, გაიღო კარები, აღმოჩნდა მამა გამოვიდა, ეცნობა თინას ოჯახს 2 ძმა, 2 უზარმაზარი ძმა, მოტრუკები. ამიგეთ, ეს აცნობს დედა, საწყალი შეშინებული დედა, ეს თინას მამა. არც გამარჯვებას ეთყვის. აგული ნენაწყლიანობს, ნასვამიდან დარდიმანდობს, გაეცნობა ამას, გამოდის ძმა, გამოიყვანენ თინას, ეუბნება, ვინ არის ეს ვაჟბატონი? ეს იტყვის, რომ ჩვენი ბიბლიოთეკის აქტივის წევრი. დაწყნარით აგული ძახს, ეხლა აგიხსნით ყველაფერს ჩვენ. მე და თინას ბავშვობიდან გვიყვარს ერთმანეთი, გახსოვთ ალბათ ეს პაზაში, ხო? ხო და სიყვარულს გაჩვენებთ ახლა ეს ძმები ეუბნება. გახეთქავენ ცემაში და ნაცემი. აგული ერისთავი ბრუნდება კუდამოძუებული სახლში. ჩაწვება საწოლში და უბრუნდება ისევ ცოლს და ეს ჩვენი აგული აი აქ მოკვდა როგორც ხელოვანი, მეოცნებე ხელოვანი. მეოცნებე მინებ, ის ნამდვილი ხელოვანი არ იყო. ოცნებაც მოკვდა და იქცა შავლეგოთ ხოლოდ ქანდაკებაში. მეორე დღეს დაბანილი ასუფთავებული აგული ისევ სახელოსნოში თუ ადრე ჭირვეულობდა და ამბიცია ჰქონდა იმისა, რომ პრაქსიწელი იყო ან ფიდიასი, ჩვეულებრივი ხელოსანია, რომელიც ესეთი მოშინაურებული, გახედნილი,
ამ სიტყვის პირდაპირ გაგებით დამჯერი ზის და აქანდაკებს ადამიანებს, რომლებიც ან უნდა გარდაიცვალონ, ან უკვე გარდაცვლილი არიან. ერთ-ერთი ისევ ჩვენ ვიცით ბატონი ბონარი, რომელიც მოვიდა, შეკვეთა მისცა და სანამ ცოცხალია, ეხლავე ძეგლი თუ არ გააკეთა, შვილები ბოლო ფულსაც რა ვიცი, შიპლეტებსაც გაუყიდიან და საკომისიოში ჩააბარებენ. ფილმი მთავრდება აი დღესასწაულით მე რო ითხარით კლასელების და დამთვრალი ყველაზე გვიან სუფრიდან აგული გამოდის ნასვამი და მოყავს თავის მეუღლეს და სასაფლაოს გზაზე შემოვლენ. აი აქ იწყება აგულის როგორც ხელოვნება მწოდნის გაცნობა ჩვენთან მაყურებელთან მიმეორებ დგება ტრიბუნაზე და ყვება ვინ არის რა გააკეთა და თავის გამოფენაზე აღმოჩნდა მუზეუმი ღიაცის ქვეშ ხოლოდ ეს გარდაცვლილი ხალხი ძალიან ბევრი უმუშავეა ჩვენ აგულის რომლებიც ძირითადად მკვდრებს მიუძღვნა ეს გამოფენა მკვდარია აგულიც მკვდარია ხელოვნებაც ფილმი აქ დამთავრდა მაგრამ იმ იმედით რომ სტუდენტმა აკადემიაში ჩააბარა მიაქცეთ ყურადღება იმ აკადემიაში რომელიც თავის დროზე აგულიმაც დაამთავრა. არ გაგვიჭირდება გამოიცნოთ როგორ დაამთავრეს მისი მოწმეები, უარესად უფრო. ამისგანაც არ გამოვა ხელოვანი, მაგრამ ოცნებით იგი გახარებულია როგორც იქნა, ჩაბარებული იქნა გამოცდა და მასწავლებელმა დააჯილდოვა თავისი მოწაფე ამ ქვით, რომელიც გაუთლელი იდგა სახში და სიმბოლო იყო იმ ხელოვნებისა, რომელსაც ვერ ეკარება ისეთი საზოგადოების წარმომადგენელი, როგორც აგული ერისთავია. ხელოვნება არის, მაგრამ ვერ მიეკარები. სამაგეროდ ხელოსნობა არის. ახლა ეს შეფარული ფორმით მოწოდებულია ქართულ ცნობიერებისთვის. ვინმე ესე შეხედა ამ ფილმს, რა დასკვნები გაკეთა ამ ფილმიდან და რა გამოვიტანეთ ახლა ჩვენ. რა ხელოვნება ხელოვნებისთვის არის? ჯერტი საზოგადოება მთლიანად მანდ ყოვლად უარგისი საზოგადოება არის. არც მეგობრობა არის, არც სიყვარული არის, არც მამაშვილობა არის. რა მსოფლმხედველობის მატარებელია აგული ერისთავის საერთოდ არავინ არ განიხილა. აგული ერისთავი ჯერ ერთი რო ყირავობ, შემოკარგო, ვინ შემოგიტანა იმის ამბიცია, რომ შენ ხელოვანი ხარ. შენ რაც გასწავლეს აკადემიაში, ის უნდა გამოიყენო. ის პრინციპები, ის თეორია, ის ესთეტიკა, რომელიც შენ ხალხს უნდა ემსახურებოდე. ხალხს უნდა ემსახურებოდე თან გარდაცვლილ ხალხს. ან პლაკატები უნდა გამოფინო ლენინის, ხო, სტალინის. თუ არა და აგერ ყველაზე კაი ფული სადაც არის მამამიცის გარდაიცვალა. ხალხი და აგერ უნდა წედელი სავლე, მისი ცოლი. დაუდგე რასაც გეუნება და შენი ფანტაზიის გაქანებას ადგილი არ უნდა მისცე, რაც გააკეთე და დაამახინჯე, ვთქვათ, შემკვეთის აი პირადად სავლეს ცოლის მითითება, რომ ჭედელი სავლე უნდა გამოესახა როგორც მჭედელი. ჭედელის ის როგორ ხდება, ხო? რაღაცა ურო და ეს გააკეთა ჩვენ მაგულიმ და ჩვენ ვიცით, რომ მართლაც მჭედელი უნდა გაატიტულო, ხო? ჭედელი ახლა ტანსაცმლით და შუბით ქურასთან არ დგას. როდესაც თავისი პატარა შემოქმედებით ის ჩართო საწყალ მაგულიმ, მაინც უნდა რა თავისი შემოქმედებით რაღაცა რეალიზაცია მოახდინოს, თავზე დაესხნენ, როდესაც მოდის ნაწარმოების უკვე შესასყიდად პიროვნება ცოლი გაოცებული არის აგული მომენტალურად შოკში ვარდება. ხალი ამ საქმეს მე ესე არ დავტოვებ, გაუტიტულებიათ ჩემი სავლე, ჭედელი სავლე გაუტიტულებიათ და გადასარევ გაგჟებული გავარდა. აქ არის სწორედ ჩვენი პიპინია რო ეუბნება დოჟემნე პრაქსიცელ. რა უბედურება გამოასწორებთ ამ საქმეს. აქ პიპინია გვევლინება როგორც პროდიუსერი, ზოთა როგორც მენეჯერი თავის შვილისა აგულისა. არაფერი არ იცვლება გარდა იმისა, რომ კიტელი ჩააცვეს ამას. აი ახლა კი მოეწონა სავლეს ცოლს სავლე. მოეწონა. აი როგორ გავს, მართლა გავს, კი ულვაშებში გავს და სასწრაფოდ ნატურალური ანაზღაურება ლობიოს სიმინდი, რამდენსაც ერთ წელი შეჭამდა
ჭედელი სავლე მოუტანდა და დაალაგეს გახარებულები არიან. შეკვეთებს იღებს ეს კიდე სხვადასხვა პარტიული მოღვაწეებისაგან რაღაცა კოლექტიურს. აქაც რო შეკვეთა მიიღო და გააკეთა ჩვენმა საწყალმა აგული და ფარდა ჩამოიხსნა ქანდაკებიდან ჩვენ გვითხრას შიშველი გაუკეთებიათო. აი ასე შეხედა შიშველი რა მოხდა შიშველი თანამ დროს მტრები გვყავს ბატონო თქვა ბიბინიერის თამა, მაგრამ დაწყნარდით ჩვენ ადგილზე შევისწავლეთ ან ესეთ ისე და ყველაფერი რიგზია. მაყურებელს თითქოს ეს ატყუებს ეს რომ აი ეს არის დისიდენტური არა კაპიტულად თქვა. მაგრამ ცნობიერებას ეხება ფილმი, ცნობიერების კრიტიკა თუ არის მანდ ისევ არის გადაბრალების კრიტიკა, დამნაშავე არის სტალინი, დამნაშავე არის წყობა. ისეც ქვეტექსტებით, მინიშნებებით. მაგრამ არანაირად არ არის დემონსტრირება აგულის ცნობიერების კრიზისისა. აგულის როგორც ხელოვანისა პრობლემა მისი და აღმოჩენა იმისა, რომ ხალხი ხელოვანი, რაც აწუხებს თქვა ჰერმან ჰესეს და ბერგმანს. არაფერი მსგავსი არ არის მანდ. ეს არის საზოგადოების ჩვენება, ჩვენი ქართული საზოგადოებისა, რომელიც ისე კარგად შეიკრეს, რომ მთლიანობაში ჯაბაასის კომუნისტური ელიტის ცენზორების ჯაბაას შედეგად მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ აი ეს ნაწარმოები ანტიკომუნისტური არ არის, არც ანტისაბჭოური, არც რელიგიური. გაშვებული იქნას აქ. პირიქით, აქ აგული ერისთავი წარმოჩენილი არის როგორც ესეთი დადებითი პიროვნება, ოჯახის მოქანდაკე და საზოგადოების მოქანდაკე. ემსახურება იგი ხალხს და განსაკუთრებით გარდაცვლილებს. ასე აღიქვა მასის მაყურებელმა ეს ფილმი მთლიანად ზის იმ სტანდარტებში, რასაც საბჭოთა იდეოლოგია ქადაგებდა და გვიკარნახებდა. ახლა ისმის კითხვა, რატომ არის ეს დიდი რეჟისორი საქართველოში მიღებული და აი შენგელაი ასეთია? რატომ არის დავიწყებული ფილმი აბსოლუტურად ეგ არავის არ ჭირდება საზღვარგარეთ? არავის და ყველანაირად გაუგებარი არის. ან ვის გამოადგეს საქართველოში? რატომ არ არის მიწოდებული ეს ფილმი მასებისთვის, რომ აი აქ არის პრობლემა ჩვენი და რატომ არის შემოპარული ეს ვითომ როგორც დისიდენტური ფილმი? და რით ჯობია ეს ფილმი თქვათ უდიპლომო სასწავლოს. ან ჩვენ ეზოს რეზოჩხეიძის რატომ არის ეს გაგვიმარტონ რატომ არის ეს ძლიერი აქ კინემატოგრაფიული საშუალებებით მარტო რა ეთიკა რა მორალია ფილმში გაკრიტიკებულია ვინმე მანდ რა ხელოვნებას კლავს საზოგადოება ხელოვნებას კლავს სისტემა ამის დემონსტრირება საერთო არ არის მათ არის კი აგული ხელოვანი აგული რო არ არის ხელოვანი ამაშია პრობლემა ოცნებაში იყო ხელოვანი და ოცნებით ვერაფერს ვერ გააკეთებთ. და იგი როგორც ხელოვანი მკვდარია ფილმი დემონსტრირებული და როგორც ხელოსანი კარგია. გამოსადეგია და მატერიალური ცხოვრებისაც გაიმჯობესებ ამ შენი ხელობით. ესე იგი იქ სადაც მიდის მისი მოწაფე სამხატვრო აკადემიაში ეს არის ხელოსნობის სამჭედლო და საიდან არის შეტანილი ამ სასწავლებელში ამბიცია იმისა რომ ხელოვანია ყველა დასავლეთიდან ბაქტერიები შემოვიდა იქიდან და ყველას ამბიცია აქვს რომ დიდი ხელოვანი არის და რომ გამოდის იქიდან სისტემა აიძულებს მას რომ ხელოსნად იქცეს და აი საზღარი სისტემა გამანგრიოთ სისტემა კეთილი და პატიოსი გისმინათ ღმერთმა და დაინგრა საბჭოური სისტემა ეხლა რატომ არ არის ხელოვნება მანდ სად არის აგული ერისთავი რატომ არ ცოცხლდება აგული ერისთავი და დიდ უძვირფასეს ქანდაკებებს რატო არ გვიდგამს კიდე სისტემის ბრალია ხომ სად არის დიდი მხატვრები სად არის დიდი რეჟისორები სად არის შენგელაია რაც საბჭოთა კავშირი წავიდა შენგელაია როგორც ხელოვანი აგული ერისთავით მოკვდა იგიც ხელოსანი იყო და სამჭედლოს გვაცნობდა რომელსაც ერქვა საბჭოთა კავშირი სწორედ მე ამ კუთხით მივდექი არაჩვეულებრივ გავამფენას სწორედ ამ კუთხით მე ჩემში მოხდა კათარზისი აღმოაჩინე ჩემში საბჭოური დიალექტიკა საბჭოური ეთიკა ესთეტიკა და ამ ხრე მე ჩაუთვალე მას ოსტატობა ელდარ შენგელას რომ ეს კარგი ფილმია იმისათვის რომ მე პირადად მე მასა მაყურებელი გავიწმინდო იმ სისულელეებისაგან რომელსაც თქვენი გმირები ატარებს ბატონო ელდარ
არაჩვეულებრივ გამოფენაში. მაგ გამოფენაში მე არ მინდა ექსპონატი ვიყო. ამიტომ მაგ გამოფენასაც მოვშორდი. ამ ხრივ მადლობელი ვარ თქვენი